ბაბილონში, ნაბუქოდონოსორის სასახლეში მოკვდა ალექსანდრე დიდი. გადავდივართ ახალ ეპოქაზე, დიადოხოსების არ მემკვიდრეების ეპოქაზე. 40 წლიანი ხოცვა-ჟლეტა ალექსანდრეს მემკვიდრეებს შორის. ალექსანდრეზე შეიძლება მოგჩვენებოდა დედა რა სასტიკი იყო და დედა რა ტოქნას. ალექსანდრე ამათთან შედარებით ფრთიანი ანგელოზი. იმპერია რო იბადება, ის უკვე მოკვდავი. უკითხეს ვის უსტოვებს სამეფოს, საუკეთესოს. არის მეორე ვარიანტი, რომ ყველაზე ძლიერს, უძლიერეს. ყველა საუკეთესოდ თვლის თავს. არც ერთი მის ცხედართან, მის არეცელთან ვინც არის, არც ერთი არ თვლის, რომ მე ამაზე ნაკლები ვარ. და ყველაზე მეტად ადამიანი ალექსანდრე იყო ამათ შორის. ესენი არიან გლების ხროვა, ძველი მაკედონური არისტოკრატია. ყველაზე ძლიერ მე ვარ, ყველა იძახს ამას და ერთი დიდი ტახტის მაგივრად საფრთხე არის, რომ ბევრი პატარა ტახტები გაჩნდეს. აი ესა ალექსანდრეს დატოვებული სამეფო ძვირფასო მეგობრებო, ეს არის აზიური ნაწილი, იმპერია ხო. ეს არის აფრიკული ნაწილი ეგვიპტე და ეს არის ევროპული ნაწილი. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ვიწყებ ჩვენს მორიგ გადაცემას დროების YouTube არხის ყველა მსმენელს მაყურებელს მოგესალმებით. ცხადია განსაკუთრებით მათ, რომლებიც გადაცემათა ამ ციკლს სახელწოდებით მოგზაურობა წარსულში ასეთი ერთგულებით და ინტერესით მოსდევთ და მოყვებით დღემდე. კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრათ, არა მარტო თქვენი ინტერესისთვის, არამედ ჩართულობის იმ ხარისხისთვის, რომელიც მატულობს აშკარად, ალბათ უფრო ისტორიული მოვლენების ტემპერატურის მატებასთან ერთად. გუბა სანიკიძე ისტორიკოსი უძღვება გადაცემათა ამ ციკლს ჩემ მოგრძალებულ როლთან ერთად და გუბაზის დიდი დამსახურება არის ის, რომ ეს ციკლი და მისი თითოეული ეპიზოდი კიდევ უფრო მეტად საინტერესო ხდება. ჩვენ ვიგებთ ძალიან ბევრს კაცობრიობის ისტორიის შესახებ და ამასთან გვაქვს ხოლმე ხშირად შესაძლებლობაც და სურვილიც გავალოთ გარკვეული პარალელები საქართველოს, ასე თქვა, ჩამოყალიბება განვითარების, რაც გარკვეულ ეპიზოდებთან მიმართებაში, თუმცა კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ საქართველოს ისტორიას ოდნავ უფრო მოგვიანებით ცალკე დაუბრუნდებით, მაგრამ ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ჩვენ ალექსანდრე მაკედონელის თელს ამ ეპოპეას, მის ცხოვრებას შევეხეთ და წინა ეპიზოდი ამ თვალსაზრისით იყო დასკვნითი იმ გაგებით, რომ ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებაზე მოგვითხოვ გუბაზმა, მათ შორის იმ ვერსიებზე, რომელთა მიმართებაში გარდაცვალების უпроსტოდ გამომწვევი მიზეზ, სიკვდილის გამომწვევი მიზეზების თაობაზე, რომელზეც მეცნიერების აზრი საბოლოოდ და ერთმნიშვნელოვნად არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და სანამ გუბაზი დაიწყებს თხრობას, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს, განსაკუთრებით ბატონ გიორგი ჯოხაძეს, ბიზნეს კონსულტანტს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს და გულშემატკივარს, რომელმაც საოცარი ვიდეო რგოლი მოამზადა ალექსანდრე მაკედონელის მთელს ამ ეპოპეასთან, დროების ეპოპეასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა უთხრა მას და დარწმუნებული ვარ, რომ თუნდაც ამ სახით ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ახლა კი სანამ გუბას მივცემ სიტყვას, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მოგრძალებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით და არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი, გამოიწერეთ, გამოგყვევით. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ჩვენი ალგორითმისთვისაც და მოიწონეთ კონკრეტული გადაცემები და აკომენტარეთ, ჩვენ ვეცდებით მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან რელევანტურ შეკითხვებს ოპერატიულად ვუპასუხოთ კიდეც ამ მხრივ. მე ვიცი, რომ გუბას ამჯერადაც აქვს ამის სურვილი, გუბას შეგვიძლია დავიწყოთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით მეგობრებო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გიორგი ჯოხაძეს, რომელმაც ასე თავისი ინიციატივით, თავისი ტალანტით და ნიჭით ფანტასტიკური კლიპი შექმნა ალექსანდრეს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრების შესახებ და ჩვენ
ჩვენთვის დიდი პატივია მის ნებართვით, რა თქმა უნდა, იყო ესა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს ერთ-ერთ გადაცემას სათავეში დაუდეთ და გირჩევთ ყველას ძვირფასო მეგობრებო, რომ ნახოთ ეს კლიპი. ტექსტია მართლაც რომ ძალიან საინტერესო და სულისკვეთებას აღნიშნავს იმ დროინდელი ეპოქისას, ბატონი გიორგის მიერ შექმნილ კლიპში და რა ვიცი, ყველასთვის ღია ვართ და ბევრს გაქვთ ამისი საშუალებაც, ნიჭიც, უნარებიც, რომ რაღაცები შევქნათ, რაღაც სიუჟეტური კლიპები შეიქმნას და შვენიერი იქნება. ჩვენ რაღაცა კლუბი ვართ, ისტორიის მოყვარულთა კლუბი ვიქმნებით და ერთ-ერთ ჩვენი ერთგული მაყურებელი ძალიან ხშირად ახსენებს, რომ ჩვენ უკვე ჰეტერია ვართ, ანუ საამხანაგო რაღაცა, ისა რა ქვია, პროფესიული პროფკავშირი ვართ, რა ისტორიის მოყვარულთა პროფკავშირები შევქმნით, ხო? სამდე გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და ასე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა გარკვეულ ჩვენ მაყურებელს და მსმენელს გარკვეული შენიშვნები, შეკითხვები აქვს. ზოგი ძალიან საინტერესო, ზოგი ითხოვს პასუხს, მაგალითად. ჩვენ როცა სოლისტებზე და პიონერებზე ვლაპარაკობდით, მე მაშინ ერთ-ერთ ჩვენ წინა ლექციის მოგზაურობის დროს ვახსენე, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსი აითვისეს ნორვეგიელებმა და ვახსენე ნანსენი, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსი დაიპყრო და სამხრეთ პოლუსი ცნობილია, რომ ამუნდსენმა დაიპყრო, ხო და ერთ-ერთმა ჩვენმა მსმენელმა აბსოლუტურად სწორი შენიშვნა გაგვიკეთა, რომ ეს სინამდვილეში რობერტ პირი იყო, ამერიკელი, ვინც პირველად მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს. ძვირფასო ჩემო მეგობარო, უღრმეს პატივისცემით დავაზუსტოთ მაშინ. ერთი პერიოდი კი ითვლებოდა რობერტ პირი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს ისი პიონერობაც ეჭქვეშარი, ძალიან ბევრი თვლის, რომ მეორე ამერიკელმა ფრედერიკ კუკმა მიაღწია ერთი წლით ადრე. რაც შეეხება ნანსენი პირდაპირ პოლუსზე არ იყო, მაგრამ 3 გრადუსი დააკლდა განედზე. პოლუსი არის 90 გრადუსი განედით თუ არ ვცდები და 87 განედამდე მივიდა, ან ძალიან ახლოს იყო რა. ჩვენ მაშინ აზრი ჩვენი საუბრისა იყო, როგორ პიონერებზე საუბრობთ, ნანსენი ამიტომ ახსენე, ძალიან ახლოს იყო ნანსენი პოლუსთან. თუმცა რობერტ პირისა და ფრედერიკ კუკის ავტორობა და პირველობა დღემდე სადავო არის და დღესაც მიდის. იმიტომ რომ დამადასტურებელი საბუთები არ არის. რაც დადასტურებულად იციან მეცნიერებმაც და გეოგრაფოსებმაც და ყველამ, ვიცით დადასტურებით, რომ 1948 წელს მივიდნენ დადასტურებით რუსები პირველად ჩრდილოეთ პოლუსზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რობერტ პირი არ იყო, ან იყო, ან ფრედერიკ კუკი იყო თუ არ იყო. ამიტომ ჩრდილოეთ პოლუსის თემა ძვირფასო ჩემო მეგობარო და მაყურებელო, ჩრდილოეთ პოლუსის თემა დღემდე სადავოა, ვინ მივიდა პირველი. მაგრამ ეს დადასტურებული არის, ნანსენი ძალიან ახლოს იყო მისული, თითქმის მისული. სწორედ ეს ვიგულისხმე, ხა როცა ვსაუბრობდი პატარა ხალხზე, მცირე ხალხზე, ნორვეგიელებზე და მათ როლზე გეოგრაფიულ აღმოჩენებში, ხა ამუნდსენი მართლა ნამყოფია. კონტექსტი ეს იყო ამან მოიტანა მათიხსენდება, რომ ამუნდსენმა ერთი თვით აჯობა რობერტ კუკს, რობერტ სკოტს, ბრიტანელს. 11-ში მივიდა ამუნდსენი და 12-ის დასაწყისში მივიდა რობერტ სკოტი, დიდებული ინგლისელი მოგზაური, რომელიც ემსხვერპლა ამას. ის ექსპედიცია უკან არ დაბრუნდა. სკოტის ექსპედიცია დაიღუპა. მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობდით პიონერებს, განსხვავებულ ჯიშის ხალხს, ვინც რაღაცას პირველს აკეთებს და ნანსენი უდაოდ ასეთი იყო. კუკიც ასეთი იყო, რობერტ პირიც ასეთი იყო, ხო? იგივე რობერტ სკოტიც ასეთები იყო, კოლუმბი, მაგელანი, ვასკო და გამა, რა ვიცი, ასეთები არიან. ალექსანდრე
ის მკვლევარიც იყო, გარდა დამპყრობელისა და პოლიტიკური მოღვაწისა და ასე შემდეგ, მკვლევარიო. ალექსანდრეს მერე გაიგეს, რომ ეფრატი და ინდი ერთ წყალში ჩაედინება, ერთ ზღვაში, ანუ ერთ სივრცეში, ხო? ერთი სპარსეთის ყურეში და მეორე არაბეთის ზღვაშია ეს. მკვლევარები არიან, ვინც პირველად რაღაცას გაგარინი, ხო? ნილს ამსტრონგი, ვინც მთვარეზე ავიდა, ხო? ესენი პირველები არიან. ხო, სწორედ ეს ვიგულისხმე, დიდი მადლობა დაზუსტებისთვის, მაგრამ მაინც ბოლომდე არაა დადასტურებული, ვინ იყო პირველი. ეს შეიძლება იყო პირი, ეს შეიძლება იყო კუკი. ნანსენი ძალიან ახლოს იყო, მაგრამ დადასტურებულად, დოკუმენტურად ვიცით, რომ 48 წელში რუსები მივიდნენ პირველად. რუსებს საერთოდ დიდი ღვაწლი აქვთ არქტიკის შესწავლაში. ხო, ეს ისე არაპასუხი, არამედ გამოხმაურება. ახლა გავაგრძელოთ უკვე დაუბრუნდეთ ამ შეკითხვებზე, ხო, იძულებული კი არ სიამოვნებით გავცემ ხოლმე პასუხს, მე ძალიან მომწონს ინტელექტუალური შეკითხვები და თუნდაც ჩრდილოეთ პოლუსის შესახებ მშვენიერი იყო. ხო, დაზუსტება მოითხოვა. ახლა სანამდე ჩვენ ალექსანდრეს გარდაცვალებას, ახლა გავიარეთ, ხო, საკმაოდ ისეთი დრამატული იყო მისი სიკვდილი. მისი სიკვდილის მიზეზი დღემდე მიდის კამათი, ესე გიორგი ისეთ თეორიებს, უпроსორად ჰიპოთეზებს მოისმენ, ამას წინათ რაღაცებს უსმენდი. მე 3-4 თვის წინ ვიღაცა კაცი ამტკიცებს, რომ კიბოთი მოკვდაო. მეორე ეკამათება, რომ არა სისხლის გათეთრებით მოკვდაო, რა ვიცი, ლეიკემიით მოკვდაო, ხო და რაღაცა. ზოგი იძახის სიმთვრალით მოკვდა, ხო. სიმთვრალე ბევრს სვამდა, ახლა რა ვიცი, ახლა მსოფლიო ქონდა მორბენილი, მეთი ცხენით და ფეხით და ასე უცებ ასეთ ახალგაზრდა, როგორ ჩანს მოკვდა ან ტიფით, ან მალარიით, აიქ ჭაობებში, ნუ იქ ანუ ხო არის სვენებდა რა, როგორ დიდი ალბათობით მალარიის. კინტო მალარია. დანიშნებიც არის აღწერილი მისი ემონტყოფობის დღეების, ის რამდენი არის რომ ნილოსის ჭირით მოკვდა და რაღაცა ეს გაგრძელდება ყოველთვის, მაგრამ მე შეთქმულების თეორიები ანტიპატრე მოაწამლია, ერთი კიდე ერთი უბერავდა იმნაირს, რომ არისტოტელე მოაკვლევიაო, იმიტომ რომ კალისთენე მის დისწული მოკლაო იმაში, რა ქვია, ტყვეობაში. ახლა ენაზვალი არა აქვს და რაღაცა ხანდახან ходит თავი რომ გააცნო საზოგადოებას, ამიტომ ეს არის. ისედაც იმდენად დაუჯერებელია, რომ ამ მასშტაბის ადამიანი შეიძლება ერთი ჩვეულებრივი ემონტყოფობის გამო მოკვდეს, რომ ეს კონსპირაციები ხო, ასეთ ადამიანებს ახლა სტალინზედაც არის, რომ მოწამლეს და ესაქნეს და ისაქნეს და ნაპოლეონიც ინგლისელებმა თითქოს მოწამლეს, დიდ ადამიანებზე სულ არის ეჭვები, მაგრამ მე დარწმუნებული ეჭვიც არ მეპარება, რომ მოკვდა აი ამ ავადმყოფობით რა. ანუ მალარია, ან რაღაც ანჭირი, ან მუცლის ტიფი, ან რაღაც ამ დაგვარი. ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდა მოკვდა რა, 32 წლის წავიდა იმ ქვეყნად, ხო და აი მსოფლიო 24 საუკუნეა უკვე მსოფლიო მას ბაძავს და მისი საფუძვლებით, მის მიერ ცივილიზაციურ საფუძველზე აღმოცენდა პირდაპირ გაგებით დასავლური ცივილიზაცია, ევროპული ცივილიზაცია, ქრისტიანული ცივილიზაცია, არ შეგვეშინდეს ამისი, ქრისტიანობის გავრცელებას ვიმეორებ, ხელი შეუწყო ალექსანდრეს მიერ მანამდე თითქმის 3 საუკუნით ადრე ბერძნული ენის გავრცელება. და ამასთან ალექსანდრეს ახალი ეთიკის კონცეფცია შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინარე ქრისტიანული ეთიკაა ფაქტობრივად. ხო, ნუ ახლა ისტორიას აქვს ასეთი მორალური ახლა ჩვენ მერე ახლა რომ გადავდივართ ახალ ეპოქაზე, დიადოხოსების, ანუ მემკვიდრეების ეპოქაზე გავალთ, რომ გადავდივართ დღეს უკვე 40 წლიანი ხოცვა-ჟლეტა ალექსანდრეს მემკვიდრეებს შორის. აი ბევრს, რომელსაც ალექსანდრეზე შეიძლება მოგჩვენებოდა დედა რა სასტიკი იყო და დედა რა ტოქნას, ალექსანდრე ამათთან შედარებით ფრთიანი ანგელოზია, რასაც ესენი იზამენ. მისი სარდლები, მემკვიდრეები,
დიადოხოს ნიშნავს მემკვიდრეს. ხო? ამიტომ გადავიდეთ ახლა ისე დაუბრუნდეთ. ასეთი აი მორალისტი იყო მაგალითად მარკუს ავრელიუსი. გვექნება ჩვენ რომზე როცა გადავალთ. ზოგიერთი ჩვენი მაყურებელი გვეუბნება, ცოტა ჩქარა ბატონგულა ძალიან გაიწელა და ძვირფას მეგობრებო დურმეს პატივისცემდა. სად გეჩქარებათ მითხარით? სად გეჩქარებათ? თუ ვინმე გადაიღალა პრობლემა არ არის დასვენება შეიძლება კაცო რა. არა, შეიძლება გაუგოთ იმდენად საინტერესო ტყვები ამას. ხო, მაგრამ ნუ არის კიდევ საქართველოს ისტორიაზე მოთხოვნა. აი ისევ პრინციპული პოზიცია არის ჩემი და გიორგის ამაზე, რომ საქართველოს ისტორიას ჩვენ დავიწყებთ, მერე შეიძლება პარალელურად დავიწყოთ, იმიტომ რომ ახლა რომი ძალიან გაიწელება და მერე კიდე სხვა რაღაცები შეიძლება ის მეორე გადაცემა საქმე, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობთ აბსოლუტურად შეგნებულად ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ როცა ჩვენ რაღაცა გარკვეული საფუძვლები გვექნება ისტორიის შესახებ, ცივილიზაციის საფუძვლების შესახებ, მერწმუნედ დამიჯერეთ რა. აბსოლუტურად სხვანაირად შეხედავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და გაცილებით უფრო საინტერესოდ მოგეჩვენებათ და გაცილებით უფრო დიდებულად თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ აი ამ ხალხების, სხვა ხალხების, ჩვენი მონაპირე, ან შორეული ხალხების ისტორიას რო გავივლით, აი ალექსანდრეს რო რამოდენიმე შემხვთა მაგალითად და ძალიან მესია. აი ალექსანდრეს რო გავიარეთ, ახლა სხვანაირად მე მგონი დამეთანხმებით სხვანაირად შეხედავთ დავით აღმაშენებლის ზღვაწელს. ვიდრე ის რომ მარტო რომ მაგარი იყო. რის ფასადქნა მანესთან და ალექსანდრეს უარეს პირობებში მოუწია მას ხო რა და აქცეული ქვეყანა დაახვედრა მამამისმა გიორგი მეორემ და ამას გამართული სამხედრო მანქანა ქონდა უკვე რა დაკოქვა ჭირდებოდა მარტო და ბევრ რამე სხვანაირად დაინახავთ. აი ბერძნების ფონზე დაინახავთ ძველ კოლხურ ცივილიზაციას. ჩვენ მქონდა ხო ლაპარაკი პროტობერძნული კრეტა-მიკენის კულტურა, კრეტა-მიკენის ცივილიზაცია ითვლება, რომ არის ევროპული ცივილიზაციის საფუძველი. ის კრეტა-მიკენული კულტურა გადაბმულია კოლხურ კულტურასთან. ამას აფერი დამტკიცება არ ჭირდება. აგერ არის ბერძნული მითოსი და ნახეთ. და საერთოდ ბერძნული მითოსი, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ლამის ნახევარს შეადგენს, მეორე ნახევარს კიდევ ბიბლიური თემატიკა, ხო? აღორძინების ეპოქის სურათები ნახეთ, ბარელიეფები ნახეთ, ქანდაკება, სკულპტურა ნახეთ. ამ ბერძნული მითოსი ან ბიბლიური თემაა. ხო? მიქელანჯელოს დავითი ბიბლიური თემა არის, ხო? ან მოსე თუ გინდა. ან რა ვიცი ყველაფერი. ეს არის ბერძნულ რომაული ცივილიზაცია პლუს ქრისტიანული ფასეულობა, ხო? ამ ბერძნული მითოსის ლამის 1/3 ქართული თემატიკაა. პრომეთეოსი, მედეა, აიეტი, არგონავტები. ბერძნები მაგალითად თვლიდნენ, რომ მიდიელები, აი ძველი სპარსელი ხალხი. ბერძნები თვლიდნენ, რომ მიდიელები არიან მედეაში თავმოვლები. ამიტომ ჩვენ აფრის დადასტურება არ გვჭირდება, ფაქტოლოგია გვაქვს. ჩვენ როცა ვიჩემებთ, რომ ევროპელები ვართ, ვინმეს კი არ ვეტენებით, გიორგი. ჩვენა ვართ ნამდვილი ევროპელები, ჩვენ და ბერძნები. ბერძნებისგან და ქართული სამყაროსგან იწყება ევროპა, თუ ვინმე საინტერესს. ვინ ცოცხალი დარჩა, ვინც გადარჩა, თორე სხვა ხალხებიც იყვნენ კაცო. ხო, ამიტომ ძალიან ბევრი ჩვენი მეზობელი რო იჩემებს, ჩრდილოეთში, სამხრეთში, აღმოსავლეთში და რა ვიცი, სადა რო ჩვენა ვარ, ახლა რო იგონებენ თავიანთ ისტორიებს და იბრალებენ. ასე არ არის. ამიტომ საამაყოც აგვაქვს და როცა ამას გავივლით ჩვენ საქართველოს ისტორიას მე სხვანაირად დავინახავთ. აზრობრივად და არა ემოციურად. იმიტომ საქართველოს ისტორია ქართველებმა იციან ემოციურად. ვიბრძოდით, ხმალს ვიქნევდით, მტერი ბევრი ყავდა, ჩვენ ცოტანი ვიყავით და ერთმანეთი არ გვიყვარდა. აი ესაა სტერეოტიპი. ახლა ეს ჩამოთვლილი, რაც არის მარტო ეს რო ყოფილიყო, ჩვენ ბუნდღა არ იქნებოდა ახლა ასე. ამიტომ სხვანაირად დავინახავთ ყველაფერს. კრეტა-მიკენზე როცა ვილაპარაკებთ, მივხვდებით რა იყო კოლხური ცივილიზაცია.
ერთი სიტყვით რა ისე აგვიგრძელდა, მაგრამ გავაგრძელოთ ახლა ჩვენ. სამდე გადავალთ უშუალოდ იმა მე მინდა ისევ დაუბრუნდე რას ნიშნავს იმპერია. ძვირფასო მეგობრებო და რითი განსხვავდება ჩვეულებრივი სახელმწიფოებისგან. იმპერიას აქვს თავისი სტადიები, ახლა ყველა იმპერია განსხვავებული ხასიათის და თვისების იყო, მაგრამ რაღაცა შკალა აქვს თავის, ლოგიკური სტადიები აქვს. პირველი სტადია იმპერიის დავარქვათ ასე შემქმნელები, ანუ პიონერები, ვინ ქმნის, ამაშვებიან პერსონები. ან ერთი, ან რამოდენიმე მისი მემკვიდრეები. შემქმნელებს ჩვენ შეგვიძლია ფრჩხილებში მიუწეროთ იარაღი. იმიტომ რომ იარაღით იქმნება იმპერია. რა თქმა უნდა. სამხედრო ძალის დავარქვათ ასე ბრჭყალებში ლეგიტიმური ძალის გარეშე იმპერია არ იქმნება. ადამიანები და ერები, განსაკუთრებით ბევრი ერი სიამტკბილობით არ დასხდებიან და არ გადაწყვეტენ რომ მოდი ერთად ვიცხოვროთ, ასეთ რამე არ ხდება. მას სჭირდება იარაღი. პირველი სტადია არის იარაღი. მეორე სტადია ძვირფასო მეგობრებო ასე იყოფ, ასე ყოფენ. ეს არის შეჩვევა შიშზე, იარაღის შიშზე. ანუ შენ რომ დაიპყრობ ხალხს, ის უნდა მიეჩვიოს შიშს და დაგემორჩილოს. ამას ხოთაშორის თაობა ჭირდება რომ გამოიცვალოს. ადაპტირება იარაღს, გამარჯვებულს. მესამე სტადია ეს არის უკვე კანონები დავარქვათ ასე. ანუ რაღაცა შეიკრა, რაღაცა შიშით გაერთიანდა, რომელიც მე რიჩი გადადის და მიჩვევა არის, უკვე არის შიშზე მიჩვევა. შემდეგი ეს არის კანონები, ამ დაშინებულ ხალხებს მერე ჭირდება სტაბილურობა ჭირდება კანონები. კანონებს რა მოაქვს? ეკონომიკური აღზევება, ვაჭრობა, კომუნიკაციები, გზები, ქალაქები. მესამე სტადიას, ანუ კანონებს მერე მოყვება ეგრეთ წოდებული. ეს ჩემი ფორმულირებაა, თუმცა ეს სტადიები სხვადასხვა ისტორიკოსებსაც აქვს თანამედროვეს მე ვეძახი ახლა მე-19-მე-20-21, მაგრამ ფოთაშორის არაბი დიდი მოაზროვნე იბნ ხალდუნიც დაახლოებით ასეთ სტრუქტურას დებს. ის სამათხოვს. დამპყრობელი იარაღით, მერე კმაყოფილი მათი შთამომავლობა და მერე დაცემა. დაახლოებით ასე არის, მაგრამ ჩვენ უფრო ვაკონკრეტებთ ახლა. მეოთხე არის ფუფუნება, ანუ გამდიდრდა, გაძღა. სტაბილურობამ, კანონებმა, ვაჭრობამ, უსაფრთხოებამ შექმნა დოვლათი. მაგრამ ფუფუნებას ძვირფასო მეგობრებო ყოველთვის მოსდევს ელიტის ეგოიზმი. აუცილებლად რაღაცა ამ წარმატებას სათავეში რაღაცა წრე ადამიანების, ოჯახების, დინასტიების, რა ვიცი, რაც გინდათ ის დაარქვით, ბიზნესმენების, არისტოკრატების ეგოიზმი მოსდევს ამას. ვიღაცა ძალიან დიდრდება ქურუმებისა და რელიგიური რა ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი. ელიტაში. ელიტა. კი ბატონო. ელიტა შეიძლება იყოს კაკისტოკრატია, ანუ ძალიან ცუდი ხალხის მიერ შექმნილი, მაგრამ შეიძლება იყოს მერიტოკრატია, რატომაც არა, საუკეთესოთა მმართველობა. გააჩნია ხა ეს ელიტა თვითონ რას გადაწყვეტს, ამის დამაარსებელი, ხო? საუკეთესონი თუ გათახსირებული. არის რელიგიური ელიტებიც არის, აი ინდოეთში ბრაჰმანები, ხო? არის ოლიგარქია, ფულიანი ხალხის, მაგრამ ბევრნაირი, მაგრამ ელიტა დავარქვათ, მაგრამ ამას აუცილებლად გიორგი ეგოიზმი მოსდევს. ჩაკეტილობა. და მეხუთე ეს არის დაშლა იმპერიის. აუცილებლად დაცემა. ამას ბევრი მიზეზები შეიძლება ქონდეს, სოციალური უკმაყოფილება, გარე სამხედრო ძალა, რომელიც
რომელიც გემუქრება, სხვათა შორის ამას თუ კიდიდეს მახეს ეძახიან, როცა ძველ ძალას ახალი ძალა ემუქრება. ეს ცნობილი თემა არის, ხო? ჩვენ თანამედროვეობაში მაგალითად ხედავთ, რომ თუ კიდიდეს მახეს ეპოქაში ცხოვრობთ ახლა ჩვენ, როცა ამერიკის პირველობას გარკვეულწილად ამერიკის პირველობა გამოიწვია საპაექროს ჩინეთმა ახალმა ძალამ. ხო? ეს არა მანდამენტს ომს არ ნიშნავს. დაპირისპირება ომსაც ნიშნავს, ეკონომიკურ დაპირისპირება, ცივილიზაციურ, იდეოლოგიურ. ანუ რაღაცა რო არ ძველი სტაბილურად ძლიერი, იმას რაღაცა უპირისპირდება. ამიტომ დაშლას ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს, სოციალური აფეთქება. თუნდაც რაღაცა უბედური შემთხვევა, თქვათ, ეკოლოგია, მიწისძვრა, ხანძარი, ვულკანი, რა ვიცი. ჭირიანობა. ხო, კრეტის ცივილიზაცია მაგალითად ცნობილია და სავარაუდოდ ვულკანის ამოფრქვევა მიმსხვერპლა, ხო და დაეცა ისე რომ მე მიკენელებმა დაიპყრეს და გაქრა ის ძველი კრეტის პაციფისტური საზოგადოება, ხო? და მე ამას მოსდევს დაშლა, სეპარაცია იწყება, ვიღაცებს რაღაცები აღარ მოწონთ, ამ დაპყრობილ ხალხებს აღარ ეშინიათ შენ, როცა დასუსტდები და ან სხვა დაგამარცხებს, ან რაღაცა მოგივა აღარ ეშინიათ შენ და მე რამდენჯერ შევესწარით ამას. ჩინეთში ეს ფილოსოფიის დონეზე აყვანელი. აი მაგალითად ძვირფასო მეგობრებო. არა მარტო თანამედროვე ჩინური პოლიტიკური ფილოსოფია, არამედ ტრადიციულად ათასწლეულების განმავლობაში. ჩინეთი ძალიან სტაბილური არის თავის პოლიტიკურ ფილოსოფიაში, ეს ძალიან ძველი ჩამოყალიბება. ჩინელებს აქვთ ასეთი თავის თავზე, რა თქმა უნდა, ჩინეთს გულისხმობენ ისინი, იმიტომ რომ დანარჩენ სამყაროს ისინი განსხვავებულად თვლიან. მაგალითად, ჩინელები თვლიან, რომ ჩინეთის ისტორია არის დაშლა გაერთიანების მუდმივი ციკლი. მაგალითად, დაშლილი, იმიტომ დაიშლები, რომ მერე გაერთიანდა. ან იმიტომ გაერთიანდები, რომ მერე აუცილებლად დაიშლები. ამიტომ მათი პოლიტიკური ფილოსოფია თვლის, რომ კი, ერთიანობა კარგია, მაგრამ რო დაიშლები, ეს არ არის კატასტროფა. ნუ ახლა ჯერ მასშტაბები განსაზღვრავს ჩინეთს გადაშენება გაქრობა არ ემუქრება ახლა. იმედი მაქვს, ხო, ასე არ ფიქრობენ და არც იფიქრებენ. მაგრამ ისინი თვლიან, რომ აი დაშლის მერე რაღაცა ახალს ავაწყობთ. ამიტომ როცა არის ყვითელი იმპერია, როცა არის თქვა ცინის იმპერია, ჯოუს ან რა ვიცი, სხვადასხვა მეომარი სამეფოების ისტორია, ტანის იმპერია, ფანტასტიკური იმპერია იყო, ტანის იმპერია, ხო, დინასტიები, ხო. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვარქვა წითელი იმპერია. რატომაც არა. ხო. ამიტომ ჩინელები ამას ძალიან ისე ფილოსოფიურად უდგებიან, დაშლა გაერთიანება. დაშლა არ მოშლის. დაშლა არ მოშლა. ხო, ჩვენთან დაშლა არ მოშლა იქ და დაშლა მოშლასაც გულისხმობა, ხო? ამიტომ ეს არის იმპერია რო იბადება ის უკვე მოკვდავი. ეს როგორც ყველაფერი რას სამყაროს ისტორიამ კლასიკური იმპერია რასაც ქვია, ეს არის რომის იმპერია. რომის იმპერიის რეკორდები ვერ მოხსნა ვერა. და იმპერიას საერთოდ პრეტენზია აქვს უნივერსალიზმზე, ანუ ყოვლის მომცველობაზე. ყველაფერი უნდა შედიოდეს მასში და კიდევ ერთი რამე უნდა ვიცო, იმპერიას არ უყვარს ნაციონალიზმი. ღია ნაციონალიზმი. ფარული მოსულა, მაგრამ ეს უფრო ნაციონალიზმი კი არა, არამედ ეს ელიტების პოზიციები შეიძლება ვთქვათ და ძალიან ბევრს ეშლება. რომ იმპერია არის ნაციონალიზმზე აწყობილი, არავითარ შემთხვევაში. სხვათა შორის ამის საუკეთესო მაგალითი არის ალექსანდრეს ქმედება. თავის იმპერიის შექმნის მთავარ საფრთხედ მან ჩათვალა მაკედონური ნაციონალიზმი. და ოპისის ველიც გვახსოვს, რაც მოხდა, როგორც მოხდა, ხო. ხო, დღესაც ახლა რუსეთის იმპერია, რომელიც რელიქტია უკვე რა, ძალიან გაიწერლა მისი დამარცხების თავარი ფორმულა არის ნაციონალისტური.
იმპერიას არ უყვარს ნაციონალიზმი, იმიტომ რომ შენ თუ გინდა სხვა მართო ის რაღაცაში მაინც უნდა გაითანაბრო. კაი, ბოლომდე არა, მაგრამ რაღაცაში თანაბარი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში კანონთან მაინც. აი ეს რუსებმა ვერ მოახერხეს. თანამედროვე, აი საბჭოთა კავშირმა მოახერხა. და საკმაოდ საინტერესო სახელმწიფო იყო ხო იმაში ვიცხოვრეთ ჩვენ, ხო? აი ეს არის რა. ამიტომ ჩვენ ახლა მივედით იმპერიაზე ვისაუბრეთ, რა არის იმპერია საერთოდ, ხო? როგორც აპოლეონ მესამე იტყოდა იმპერია ეს მშვიდობაა. მე ვეთანხმები ამას. გარკვეული პერიოდი იმპერია ქმნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მას რა ქვია, ფუფუნებასაც. კარგი მოკვდა ალექსანდრე ბაბილონში, ნაბუქოდონოსორის სასახლეში, მოკვდა ალექსანდრე დიდი. ისე მოკვდა, რომ არაფერი დოკუმენტაცია არ არსებობს, გიორგი, როგორ გრძელდება. რა იქნება? ხო, ანდერძის მსგავსი არ აქვს არაფერი დატო. კაცი გეგმავდა, ლაშქრობა ქონდა უკვე დანიშნული, ფლოტი გამზადებული, აი უკვე როცა ავად იყო, იმ დღეებშიც კი სარდლებს იბარებდა, ნეარქოს იბარებდა, ემზადებოდა რა, ორჯერ გადაწია თარიღი. კარგად, დავდგები ფეხზე და წავალთ. და საერთოდ არც სჭირდებოდა ახლა თუ მე მკვიდე 32 წლის ასაკში არავინ არ ფიქრობს ვინ იქნება მის მე ახლა სიბერეში ასაკში მე იწყებენ ადამიანები ამაზე ფიქრს და ხოთაშოვის პასუხისგებლიანი პოლიტიკოსებიც კი ვინ იქნება ჩემს მერე არც წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს არც თუმცა ზეპირი არსებობს ზეპირი დატოვა რომ ვის უტოვებს სამეფოს მეფე, ნუ ახლა ეს ლეგენდარულია, შეიძლება მართლაც იყო ასე. რო კითხეს ვის უტოვებს სამეფოს, საუკეთესოს. არის მეორე ვარიანტი, რომ ყველაზე ძლიერს, უძლიერეს. ახლა ეს არ პირდაპირ მოწოდება, რომ დაერიეთ ერთმანეთს რა. იმიტომ ყველა საუკეთესო თვლის თავს. არც ერთი მის ცხედართან, მის არეცელთან ვინც არის არც ერთი არ თვლის, რომ მე ამაზე ნაკლები ვარ. და რანგირებითაც რო აიღო. წოდებებით ან რა. ნაბერდით ცხოვრება არ არის. ახლა ვინ შეიძლება იყოს მემკვიდრე ახლა ძველ დროშიც და თანამედროვე მსოფლიოშიც ახლა სადაც მონარქიებია გადადის სისხლით. შთამომავლობა. ვინ შეიძლება იყოს ახლა ვინ არიან კანდიდატები? რა გვაქვს ალექსანდრეს ცხედარი რო გაცივდა ვინ არის ფიზიკურად პირველი რაც რეალურად არსებობს ეს არის ჰერაკლე მისი ძე რომელიც მას ყავს ბარსინასგან ბარსინა გახსოვთ თქვენ არტაბაზის დიდებული სპარსელი სარდლის მოხელის რა ვიცი მართლა ვიცით ღირსეული ბოლომდე რო უერთგულა იმას დარიოს არტაბაზის ქალიშვილი ბარსინა გაბერძნებული სპარსელი ქალი რომელიც ჯერ იყო მენტორისა და მერე მისი ძმის მემნონ როდოსელის ქვრივი მერე ალექსანდრეს მოეწონა და დიდი სიყვარული ჰქონდათ თუ ვინმე იკითხავს ვინ უყვარდა ალექსანდრეს შეგვიძლია ვთქვათ რომ სიყვარული ბარსინასთან ჰქონდა მას რასაც ყვი ფიზიკურად ძალიან მომხიბლელი და დიდხანს ყავდა თუმცა ცოლად არ მოიყვანა ამიტომ ჰერაკლე გიგაჩნდა და ჰერაკლე უკვე დამოზრდილია უკვე ჭაბუკი არის მაგრამ კანონიერი მემკვიდრე ვერ იქნება არ არის იმიტომ რომ ოფიციალური ქორწინება სამეფო ქორწინება არ ყოფილა მაგრამ ნუ ჰერაკლე არის არსებობს და ბარსინა როცა როქსანა მოიყვანა ალექსანდრემ აზიაში როგორ ჩანს თვითონაც ბარსინა გაუშვა როქსანაზე მე ვნახავთ ჩვენ როგორი ქალი აღმოჩნდება ეს ჰერაკლე რამდენი წლისაა დაახლოებით მაგ დროს ჰერაკლე ნუ სავარაუდოდ არის სადღაც 9-10 წლის კილომეტრის პატარა არის ხო ახლა ბარსინა გაიცნო როცა აზიაში გადმოვიდა თუმცა მაკედონიიდან იცნობდა იმიტომ თავის დროზე
მარტაბას ხო გაქცეული იყო იქ რა, იმალებოდნენ ფილიპესთან და როგორც ჩანს იქიდან მოწონდა ეს გოგო და არც ისაა გამორიცხული, იმასაც მოწონდა ალექსანდრე. კარგულად ძალიან მიმზიდველი მამაკაცია. მამაკაცი ხო, ყველა აღნიშნავს. მაგრამ ნუ ახლა მემნონი როცა მოკვდა იქ ლემნოსის ალყის, მიტილენას ალყის დროს მემნონ როდოსელი პრინციპში ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე ალექსანდრე. ისო ცოცხალი დარჩენილიყო. ალექსანდრეს შეიძლება გაჯირებოდა რაღაცები. ხოთაშორის ალექსანდრე სულ ამბობდა რომ ეს საქმე გამოგვივა თუ მემნონი არ შეგვიშლის ხელს. ხო როცა დაქვრივდა მემნონი, მე მოეწონა როგორც ჩანს კარგი გოგო იყო ახლა ეს ბარსინა, ეს ჰერაკლე არის. ნუ სისხლის მიერი არის. მეორე კანდიდატი ეს არის არიდეოსი, ალექსანდრეს ნახევარ-ძმა. ისტორიკოსები ეძახიან ფილიპე არიდეოს, ფილიპეს მერე დაარქმევენ ამას. არიდეოს ქვია, ეს არის ჭკუასუსტი. ზოგი ვარაუდობს, რომ ეპილეპტიკი არის. და არის ფილიპეს ყავდა თესალიელი ქალისგან ფილინასგან ყავდა, რომელიც დიდგვაროვანი იყო, ალევიდების გვარიდან იყო, თესალიური გვარიდან, თუმცა არის სხვა ცნობები მოგვიანებითი, აი რომაულში განსაკუთრებით, რომ ეს ფილინა არავითარი არისტოკრატი არ არის, არის ფლეიტაზე დამგვრელი ქალი, ანუ ჰედერა და იმისგან გააჩინა. ეს უფრო დიადოხოსების დაბრალებას გავს მოგვიანებით, იმიტომ რომ ის ფილინა როგორც ჩანს არისტოკრატია, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ იყო კანონიერი ცოლი. თლად ბოლომდეც აი რა სტატუსიც ჰქონდა. ნუ სადაო. მაგრამ ფაქტი ერთია, მამით არის არიდეოსი ფილიპე, ანუ ალექსანდრეს ძმა არის და დედით დიდგვაროვანი. ჩვენ მე მაგალითად ვთვლი რომ დიდგვაროვანი იყო და არავითარი ფლეიტისტი არ იყო ეს. და მესამე ყველაზე მთავარი ესა როქსანა არის ფეხბურთი. ფეხბურთით არის. ფეხბურთითა ზოგი ანგარიშობენ რომ ალექსანდრე რომ მოკვდა 6 თვეში იყო, ზოგი თვლის რომ მერვე თვეში იყო საერთოდ. აი სადაცა უნდა გააჩინოს. კანონიერი მეუღლე. კანონიერი ხო, მაგრამ ახლა არავინ არაფერი არ იცის. ცოტა ბუნდოვანი არის როგორ იქცევიან მისი სარდლები, აი ვინც დაესრო ახლა, სარდლები დარჩნენ. ცოტა ბუნდოვანი ის არის, მაგრამ რეკონსტრუქცია ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რა სურათი არის. დაბნეულობა, კაი იგლოვეს. მაგრამ გლოვის მერე ყველა ჩაფიქრდა რომ რა ვშვებით აწე. ამხელა სამეფოა. იმპერია. ამხელა იმპერია არის. ხო ვინ უნდა იყოს ახლა? ჰერაკლე უნდა იყოს. არიდეოსი, ჭკუასუსტი, თუ დაველოდოთ როქსანას. ახლა სანამდე ამ იმაზე გავრცელდება ეს თემა, ხო, ახლა რაღაცა ნაწილი, ვიღაცები უნდა შევიკრიბოთ რა, ასე ვერ ვიქნებით ასე აღმადაღმა, დავმოწყვეტილები, ხო. სომატოფილაკები, იცით ვინ არიან? სომატოფილაკები არიან ძვირფას მეგობრებო მცველები, მეფის მცველები. მე გითხარით ერთხელ ვახსენე კიდევაც. ჯერ კიდე ფილიპედან მოყოლებული, ყველაზე ახლო ადამიანები მეფის იყვნენ ესენი, ანუ მცველები. ხო მცველი კი ნიშნავს, რომ მცველია. მეფეს იცავს, მაგრამ თლათ მცველებიც არ არიან, იმიტომ ესენი არიან ელიტის ელიტა, ყველაზე დაახლოებული ადამიანები. და მაკედონიის მეფეს უნდა ყოლოდა 7 მცველი. ესენი არიან კი მცველი ქვიათ, მაგრამ მათ აქვთ უფლება იარაღით შევიდნენ მეფესთან, ნებისმიერ ღამე გააღვიძონ მეფე. დაცვას გაჩერე, აი მეფეს ვინც იცავს გარედან და პაჟები იცავდნენ, ხო, მათ ამათი გაჩერების უფლება არ აქვთ. მეფესთან უნდა შესვლა მცველს, უნდა შევიდო. ესენი ყველანი არიან გენერლები. სამხედრო შენაერთებს მართავენ. ახლა ვინ არიან ესენი?
ეს 7 კაც. ეს არის პერდიკა, დავიწყოთ, ლეონატე, სელევკოსი, პტოლემე, ლისიმაქე, პითონი, არისტონე. 6 ვთქვი, ხო? კი. მე-7 ვინ არის? მე-7 არის სადაო. ეს შეიძლება იყოს, მანამდე იყო 7, სანამდე მოკვდებოდა ალექსანდრე, 7 იყვნენ. ბალაკროსი იყო კიდე. მაგრამ ეს ბალაკროსი ალექსანდრეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კილიკიის სატრაპად დანიშნა. ის ჩავიდა კილიკიაში ის ბალაკროსი. და იქ დაიღუპა, იქ კილიკიაში მთიელები არ ჩერდება, ისავრიელები იყვნენ საშინელი ხალხი. ხო, იმ ისავრიელებთან ბრძოლაში დაიღუპა, ახალი მკვდარია ის ბალაკროსი. ზუსტად არ ვიცით ალექსანდრეს სიკვდილამდე თუ ალექსანდრეს სიკვდილის მერე მალე მოკვდა ეს ბალაკროსი, მაგრამ აღარ არის. ანუ 7-ის ვინა დანიშნული არის კიდე მეორე ვერსია, რომ აი პევკესტა იყო, გახსოვთ, პევკესტა მერვეთ დაიყენა, მაგრამ პევკესტა უკვე პერსიდის სატრაპად დანიშნა ალექსანდრემ, ამიტომ პევკესტა პერსიდის სატრაპი არის და მერე უკვე მოგვიანებთ ამას დაუბრუნდები ჩვენი ბალაკროსის ვაკანსიაზე, რომელიც დაიღუპება ისავრიელებთან, ინიშნება ფილოტა. და აი მეცნიერები ლოგიკურად ანგარიშობენ, რომ შეიძლება მე-7 არის ფილოტა. ესენი არიან, ესე იგი. პერდიკა, ლეონატე, პტოლემე, ლისიმაქე, არისტონე და პითონი. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მოდი ჯერ ჩვენ შევიკრიბოთ ეს 6-ეული და დავგეგმოთ. ამათში ყველაზე უფროსი ასაკით და დამსახურებით არის პერდიკა. ამ 6-ეულიდან 2 პერდიკა და ლისიმაქე თავის დროზე ფილიპეს მცველებიც იყვნენ. ფილიპეს 7-ეულში შედიოდნენ. და არ დაგვავიწყდეს, როცა ალექსანდრე კვდებოდა, ბეჭედი, სამეფო ბეჭედი გადასცა პერდიკას. გვახსოვს ჩვენ. ბევრი ანგარიშობს, რომ იმიტომ რომ ასაკით უფროსი იყო. ხო, მაგრამ რა მნიშვნელობა ალექსანდრე მას მიცა ბეჭედი, სამეფო ბეჭედი. პატარა უპირატესობა პერდიკას დაანჩენებზე აქვს, ასაკი და ბეჭედი აქვს გადაცემული მეფისგან. ახლა ეს საუკეთესო თუ უძლიერეს უტოვებ მე სამეფოს, ახლა ეს რა ხიფათი რაშია, რომ მე ყველა ძლიერ მე ვარ, ყველა ეძახს ამას და ერთი დიდი ტახტის მაგივრად საფრთხე არის, რომ ბევრი პატარა ტახტები გაჩნდეს, იმიტომ რომ ერთი დიდი ალექსანდრეს სიკვდილის მერე პატარა ალექსანდრეებიც შეიძლება გახდნენ. თუნდაც ეს 6-ეული. ამათ უპირატესობა აქვთ. ყველას დაახლოებული. მაგრამ შეიკრიბენ, ახლა შეკრების შესახებ გვაქვს ინფორმაცია, რომ მიიღეს ასეთ გადაწყვეტილება, თითქოს პირველი საკითხი დაისვა, რომ ზოგი ამბობს, რომ პერდიკამ დასვა, რომ დავტოვოთ კი სამეფო ერთიანი. ცოტა ეს გამოგონილ საგავს, იმიტომ რომ პერდიკას მთელი ქმედებები მერე არის უერთგულესი ერთიანი სამეფოს. აი კბილებით იბრძვის პერდიკა ერთიანობისთვის. იმიტომ ცოტა გამოგონილს გავს, რომ ასეთ შეკითხვა. არის მეორე ის, რომ თითქოს და პტოლემემ თქვა, რომ მოდი საბჭო შევქმნათ. და საბჭო საბჭო მართოს, მაგრამ სამდე რაღაცა გადაწყვეტილებას თუნდაც ტახტის მემკვიდრის საკითხს ვინ უნდა ავიდეს ტახტზე, ხო? მოდი მაშინ დაუძახოთ სარდლებს. სარდლებს დაუძახოთ. ესენი 6 არიან, სარდლები ხო ბევრი არიან და ჯარის სარდლობა. ოღონდ დაუძახოთ მარტო მაკედონელ სარდლებს. ეს მაკედონური თემაა. მაკედონიის მეფის ტახტის თემა არის, აქ სხვა არ უნდა ჩაერიოს. და დაუძახეს სარდლებს, უკვე დაახლოებით 1-20-30 კაცი, ახლა ჩვენ არ ვიცით ზუსტად, მაგრამ 1-20-30 კაცი. თან ყველა თავმოყრილია. მათ შორის სატრაპებიც არიან ჩამოსულები, იმიტომ რომ მანამდე გვახსოვს ჩვენ ჯარის კონცენტრაცია რო დაიწყო,
მცირე აზიიდანაც, სპარსეთიდანაც, იმიდანაც არა, ჯარების კონცენტრაცია მედის ლაშქრობისთვის ელოდება, ხო? ამიტომ ფაქტიურად ყველა სახეზეა დავარქვათ ასე. ხო? შეიკრიბა საბჭო. არის ასეთი ცნობა, რომ თითქოს საბჭოზე ნეარქოსმა ფლოტის სარდალმა ხარ დაუჭირა ჰერაკლეს. თუმცა აქ სადაო არის ისა, იმიტომ რომ ნეარქოსი ბერძენია. სადაო არის ის ნეარქოსი ამათმა მაკედონელად ჩათვალეს და ამიტომ დაასრეს, თუ ფლოტის მეთაური რო იყო, ამიტომ გამონაკლისი დაუშვეს. არ ვიცით. საკმაოდ ბუნდოვანია პირველი დღეები ალექსანდრეს სიკვდილის მერე. სხვათა შორის ეს უნდა ვთქვა, რომ არ დამავიწყდეს, ვიდრე ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციურია. ძვირფასო მეგობრებო, ალექსანდრეს სიკვდილის ამბავი, ალექსანდრეს დარიოსის ოჯახი ყავდა სუზაში დატოვებული, არ ყავდა იმაში, ბაბილონში. და სუზაში რო ჩავიდა ამბავი ალექსანდრეს სიკვდილის შესახებ, დარიოსის დედამ სიზი გამბისმა შიმშილით მოიკლა თავი. გლოვაში მოიკლა თავი. ჩვენ შეგვიძლია ვივარავთ, ჯერ ძალიან უყვარდა ალექსანდრე სიზი გამბის მისი ქცევისა გამო. და მე ალექსანდრეს სიკვდილის მე დარიოსის ოჯახი აბსოლუტურად დაუცველი კი არა და ზედმეტია უკვე. არავინ აქემენიდებიდან ცოცხალი აღარ დარჩა. არავინ, მათ შორის არც ის უფლისწული არტაქსერქსი, ოხოს, ალექსანდრემ რო იშვილა, ისოსის ბრძოლის მერე, ყველა დაიღუპება. ესენი არცეც არ დატოვებენ ცოცხალს. თითქოს გამოითქვა მოსაზრება, რომ აი თითქოს და ბერძნები მხარს უჭერენ ჰერაკლეს. მაგრამ არა ჩანს ეს ასე რა, ნუ ახლა დადასტურებით არ ვიცით რა. მერე საბოლოო ჯამში რაზე შეთანხმდნენ ახლა კრებაზე. ხო? დაველოდოთ როქსანას. ახლა როქსანას თემა ჰაერშია ჩამოკიდებული. სად ახარ დარწმუნებული, რომ ისევ ვიმეორებ, შეკრებილები არიან სარდლები, ანუ არისტოკრატია შეკრებული. ცველები პლუს სარდლები. მაკედონური არისტოკრატია. საბოლოო ჯამში შეთანხმდნენ, რომ დაველოდოთ როქსანას, თუმცა არ ვიცით, ვინც გააჩენს თუ არ გააჩენს, მაგრამ ნახოთ რა მოხდება, მერე ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. თუ გოგო არი, ნუ ახლა ტახტზე ვერავ. და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბჭო მართავს ესენი სარდლების საბჭო სამეფოს და დროებითი რეგენტები აირჩიეს. ოღონდ გაყვეს, რომ ესაა ალექსანდრეს დატოვებული სამეფო, ძვირფასო მეგობრებო, ეს არის აზიური ნაწილი, იმპერია, ხო. ეს არის აფრიკული ნაწილი, ეგვიპტე და ეს არის ევროპული ნაწილი. იღეს გადაწყვეტილება, რომ რაღაც დიდია ტერიტორიით, მაშინ ევროპაში დავნიშნოთ ორი რეგენტი, ევროპის მაყურებელი. ესენი უნდა იყვნენ ანტიპატრე, რომელიც დიდი ხანია მართავს და ჯერ კიდე გზაში არის კრატეროსი. კრატეროსი რო ჩავა, ანტიპატრემ და კრატეროსმა ერთად უნდა მართონ ევროპა. ანუ ეს. როგორც ალექსანდრე გეგმავდა ნაწილობრივ. ოღონდ ის ჩანაცვლებას გე. ამათმა უკვე ანტიპატრეს აღარ თხოვენ ჩამოსვლას და გეტყვით რატო. ორივე რჩება იქ. ხოლო აზიაში რეგენტები, ანუ მაყურებლები სამეფოსი და ეგვიპტის ჩათვლითაც არიან პერდიკა და ლეონატე. ესენი მართავენ. ორი რეგენტი მართავს. ორი. გასაგები მიზეზების გამო, რომ ვიღაცამ არ გააფრინოს. ესენი მტაცებლები არიან. ესენი მეომრები, სამხედროები. უარებელი სისხლი და მსხვერპლი და სიკვდილი აქვთ ნანახი, ერთმანეთს კარგად იცნობენ. არც ერთი მხდალი და არც ერთი ჰუმანისტი აქ არ არის რა ბუდიში.
ყველაზე დიდი ჰუმანისტი და ყველაზე მეტად ადამიანი ალექსანდრე იყო ამათ შორის. ესენი არიან გლების ხროვა, ძველი მაკედონური არისტოკრატია. ახლა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ ველოდებით როქსანას მართავთ ერთად, ევროპას მართავს ანტიპატრე და კრატეროსი, აზიას მართავს პერდიკა და ლეონატე. მაგრამ ერთ საკითხია. ისინი არიან არისტოკრატები, სარდლები. არისტოკრატია იყო მხედრობა. მაკედონური არმიის, მაგრამ გავიხსენოთ ძველი მაკედონური წესი. მეფის არჩევა, არ არჩევა, ამას წყვეტს ქვეითი ჯარი. ეს ჯარი გარეთ ადგას და გლოვაშია მეფე მოკვდა. ქვეითმა ჯარმა უნდა მიიღოს, ძველი მაკედონური წესია, ჯარი იღებს გადაწყვეტილებას. ხო გახსოვს ჩვენ ძველი მაკედონური წესია, ფილიპეც ყველაფერს უთანხმებდა, ალექსანდრეც ყველაფერს უთანხმებდა, ბოლოს და ბოლოს იფასისთან გამოაბრუნა ჯარმა. უგან ალექსანდრე და მერე გოპისთან გახსოვთ ხო დრამატული სერიოზული დებატები მოუწია. ხო, ანუ ჯარი ძველი მაკედონური წესია, შენ რაღაცა სარდლები, არისტოკრატები იქ შეიკრიბეთ, მხედრობა, ამბები, ეგრე არ გამოვა რა. ახლა არის ორი ვერსია, მაგრამ დაახლოებით ერთნაირი არის, რომ თითქოს და ამ ამბის, ამ გადაწყვეტილებების შესატყობინებლად ამ საბჭომ ქვეითებთან გააგზავნა ერთ-ერთ მცირე ფალანგის მეთაური მელეაგრე, რომ ქვეითებს გააგებიონ, რომ აი ასეთ გადაწყვეტილება მიიღეს. ელოდებიან როქსანას და მანამდე ასე იმართება იმპერია 4 კაცით და პლუს საბჭო. არის ასე ცნობა, რომ ეს მელეაგრე რომ მივიდა ჯართან, ეს ამბავი კი არ გადასცა ჯარს. პირიქით ჯარი აღელვა და უთხრა ნახეთ თქვენ ზურგს უკან ეშვებიან ესე. და ჯარი გამხეცდა რომ როგორ უჩვენოთ, როგორ წყვეთ თქვენო და თან რო ასაპირებთ ჯერ დაუბადებელი და თან დედით ბარბაროსი და ფილიპეს ტახტზე როგორ შეიძლება რომელიც არ დაბადებულა ჯერ და რო დაიბადება ბარბაროსი რო ისევე გაუტიეს იმათმა რა. დიდი კრატერის შეთანხმება და პურჯამა აღარ ახსოვს არავის. ხო გახსოვს. იქ ალექსანდრემში არიგა ისინი თორე. და ას ქვია ვის ირჩევთ კაცო აგერა ყავს მეფე არიდეოსი ეს ჭუასუსტი. დედით მაკედონელი, მამით მაკედონელი, დედით ბერძენ, მამით მაკედონელი, როგორ ბედავთ, ეს ჯარი შემოვარდა იმაში სასახლეში. ალექსანდრეს გვამი აქ არის ჯერ. ბაბილონს შემოცვიდა, ჯარი ხო გარეთ იყო ბანაკი, ქვეითები შემოცვიდა, შეავიწროვეს ესენი რა. სარდლები და ესე სასახლეში წავიდა ჯერ გაწევ-გამოწევა არის რა. ეს არიდეუსი ამ დროს მაკედონიაში იქ არის ჩამოსული, ბაბილონშია კი, ადგილზეა კი, თავის ძმა ჩამოიყვანა და ჯარი შევარდა მასში სასახლეში, ეს არიდეუსი რომელიც შეშინებული იყო და სადღაც ამარეულობის დროს იმალება და მოძებნეს და დაარქვეს თავიანთი საყვარელი მეფის სახელი ფილიპე დაარქვეს და ამოაცხადეს ფილიპე მესამედ ქვეითებმა. მერე როგორ ჩანს მოხდა მაინც შეტაკება და ეს მხედრებ დავარქვათ მხედართ ანუ არისტოკრატიის ელიტის მხარე და ანუ მხედრები და ქვეითები ანუ ორი ძალა კავალერია და ქვეითები დაეტაკა ერთად ქვეითებმა გამოაცხადეს არიდეოსი ფილიპე მესამეა უკვე მეფე არის და სასახლეში როგორ ჩანს მოხდა შეტაკება და სისხლი დაიღვარა და ქვეითებმა გამორეკეს ესენი არისტოკრატები ესენი ამათმა დატოვეს ბაბილონი და ბაბილონის კარიბჭესთან დასცეს ბანაკი კავალერია და რა ხდება ქალაქი უჭირავთ ქვეითებს თავიანთი მეფე ყავთ ეს საწყალი ბაბილონელები არიან შეშინებულები ეს გიჟ მაკედონელები ერთმანეთს დაერიან სახლიდან არ გამოდის არავის საყოველთაო შიში არის კომი დაიდო სისხლი დაიღვარა გლოვის ფონზე ახალგარდაცვლილი ალექსანდრე იგლო აზიამ იგლოვა ალექსანდრე იგლოვა ეს ყველა წყარო აღწერს რომ როცა კვდებოდა იქ სასახლის გარეთ
მოედნებზე და იმაზე ეს ხალხი შეკრებილი იყო და გოდებდნენ და გლოვდნენ, თან შიშიც ჰქონდათ, რომ ეს რომ მოკვდება, მე რა გვეშველება. არ ჭვილი არის, არ ძირი არის, აპერი არის. ეს მხედრები დავარქვათ ასე, მხედართა პარტია გამაგრდა, ქალაქ გარეთ გავიდა და რაქნეს ჩაკეტეს ბაბილონის შესასვლელები. და რაქნეს თან აზიური ნაწილები გამოიძახეს. ახლა ის აზიური ნაწილები როქსანას მხარეზე იქნებიან ყველა ვარიანტში. ხო? აზიელები, ალექსანდრის გაწვრთნილი აზიური ნაწილები ჯერ, მაგრამ ამ პერდიკამ და მისმა თანამოაზრეებმა გამოიძახეს, მოიხმეს აზიური ნაწილები და ქალაქს ალყა დაარტყეს. ბლოკადა არის ქალაქში, ეს ქვეითი ჯარი გამაგრებულია შიგნით, მელეაგრეს მეთაურობით და გარეთ მხედრობა სპილოები 200 სპილო ყავთ. და პლუს აზიური კონტინგენტების მოყვანა დაიწყეს. ახლა აზიელები ყველა ვარიანტში როქსანას კანდემას შვილს დაუჭერდნენ, ხო? როქსანა უკვე ბაბილონშია? ბაბილონშია როქსანა. ისედაც თავიდანვე კი, ბაბილონში. იქ ადგა სიკვდილის დროს თავზე ადგა მას ალექსანდრეს. საინტერესოა მე რა დაემართება იმას სტატირას. ნუ დღესვე ვიტყვით ამას. ახლა ნუ ორივე მხარე კი არის საომრად განწყობილი, მაგრამ ამ სისხლის დაღვრაც არ უნდათ რა. ახლა როგორი ამბავია, ქვეითებს თავისი მეფე ყავთ. მხედრები ელოდებიან რომ დაიბადება თავიანთი წილი მეფეები ყავთ. ერთი სულელი, მეორე ჯერ არ არის დაბადებული. ნუ პატური სიტუაცია და ვინ ჩაერივნენ, შუაში ვინ ჩადგნენ? ბერძნები. აბა ვინ ჩადგებოდა? ევმენ კარდიელი, ალექსანდრეს დივანი, უჭკვიანესი, უეშმაკესი, უნიჭიერესი კაცი. ყველაზე დიდი ინფორმაციის მქონე, ინფორმაცია ძალა. ბერძნებმა დაიწყეს, რომ მოდით, ჯერ აქამდე არ ერეოდნენ, ბერძნებმა შესთავაზეს ორივე მხარეს, რომ მოდი რა, შევთანხმდეთ. არ შეიძლება, ჯერ ვაკ დავერიოთ, და გვექცევა ქვეყანა თავს. ორი ახლა მაკედონელები ერთმანეთს დაერიოდნენ. თან გვამი გაცემულია ახალი, გვამი იქ არის ჯერ ალექსანდრეს სასახლეში. რა თქმა უნდა დააბალზამეს. ეგვიპტელებს არ გაუჭირდებოდათ, არის მეორე ვერსია თითქოს თაფლში იყო, მაგრამ არ დასტურდება ეს, დააბალზამეს ეგვიპტური წესით. ალექსანდრეს ხეობა. მის გასვენებაც არ არის ლაპარაკი. ხო და ამ ევმენმა და ამ ბერძენმა სარდლებმა მოახერხეს შეარიგეს ესენი მხედრები და ანუ მელეაგრეს და პერდიკას ბანაკი. ქვეითების მეთაური ეს არის მელეაგრე არის, ხო. შეთანხმება მოხდა, რომ კარგი კი ბატონო ესენი დაეთანხმა ფილიპე არიდეოსი იყოს მეფე, მაგრამ რო დაიბადება და თუ ბიჭი გაჩნდება, ისიც მეფე იყოს. ანუ ორი მეფე. უნდა იყოს მეფე. ამის მერე ყველა დოკუმენტაციაში არის მოხსენებული მეფეები. ორი მეფე. და დადასტურდა ისევ ანტიპატრეს და კრატეროს ევროპაზე გავლენა დაუტოვეს, ხონა. მოხდა ასეთი ამბავი, იყო ასეთი თანამდებობა, უფრო სპარსულს გავს, თუმცა ბერძნული ტერმინია ქილიარქოს. ეს არის სამეფო ამალის მეთაური. აი სპარსეთში ეს იყო მეორე პოსტი. აქემენიდების დროს და ამათმა ხო ბევრი რაღაცები გადმოიღეს სპარსული მმართველობიდან და პერდიკა გახდა ქილიარქოსი მეფეების. ანუ მეორე კაცი დარჩა პერდიკა. მაგრამ კავალერიის არმიაში მეორე პოსტი იყო კავალერიის, ის იყო სახელმწიფოში მეორე პოსტი მეფეების მერე, მაგრამ არმიაში მეორე პოსტი იყო ჰიპარქოსი, ანუ კავალერიის მეთაური, ეს მიცეს მელეაგრეს. ანუ ორთავიანია. პერდიკა და მელეაგრე. ნუ შერიგდნენ, ფიცი დადეს
ჯარი გაერთიანდა, ქვეითებს საშუალება მიცეს, რომ ქალაქიდან გამოსულო, ყველა სიამტკბილობაში ბანაკებში დაბრუნდნენ. მაგრამ ხო კიდევ შეთანხმდნენ, რომ სატრაპები, ვინც სადაც არის დარჩენილი, შეთანხმდნენ, რომ სტატუს-კვო შენარჩუნებული იყოს და დატოვეს სატრაპები ყველა იმპერიაში, ვინც ალექსანდრეს მიერ იყო დანიშნული. მაგრამ ახლა მელიაგრესაც შიშები აქვს და ამ პერდიკასაც შიშები აქვს რა, რომ ეს ახლა უარ არის, ახლა ორი კაცი თან ცუდი პრეცედენტია, ჯარი კინაღავ ერთმანეთს დაეტაკა. ამიტომ პერდიკასაც გეგმები აქვს შავბნელი მელიაგრეს შესახებ და მელიაგრესაც შავბნელი დასრებაზეა რა, პერდიკაზეც აქვს იმას შავბნელი აზრები და რომელი დაასრებს რა. მაკედონელებს ჰქონდათ ასეთი წესი, ძველი წესი, თვითფასო მეგობრებო, სამხედრო წესი ჰქონდა, ახლა მაკედონიის ისტორია ფილიპემდე ხოსუს ამოქალაქო დაპირისპირება და იქ აჯანყებები და მეფის წინააღმდეგ და ორესტიდა და ლინკისტიდა და ეს პროვინციები სულ ხანტრის მხარეზე იყვნენ ხანისა, ისე სულ ერთმანეთთან დაპირისპირება ჰქონდა და ძველი მაკედონური წესი იყო ეგრეთ წოდებული ჯარის განწმენდა. როცა ორი მაკედონური ჯგუფი, ორი მხარე დაეტაკებოდნენ ერთმანეთს, მე თუ შერიგდებოდნენ, მე ჰქონდათ გიორგი ასეთი რიტუალი. ორივე ნაწილი უნდა გამოსულიყო, ძაღლი უნდა გაეჩეხათ შუაში, გზის ორ მხარეზე უნდა დაეწყოთ, ეს ერთი ნახევარი და მეორე ნახევარი და შუაში უნდა გამოევლო ჯარს. მერე ეს ორივე ჯარი გზის ერთ მხარეს და ორივე ნაწილი კონფლიქტის ერთ მხარეზე, მეორე მხარეზე დგებოდნენ და ფიცდებდნენ, რომ შევრიგდეთ. ეს იყო განწმენდის რიტუალი. ახლა არის ცნობა, რომ ყოველწლიურად აკეთებდნენ ამას, მაგრამ ეს არ არის დამადასტურებელი. ეს ამას აკეთებენ მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ეჭუბდნენ, სადაც სისხლი დაიღვარა, და სისხლი დაიღვარას იმაში სასახლეში, ვიღაცები მოკლეს იმ ქვეითებმა იქ და გამოყარეს ესე. ხო და ეს რიტუალია ჩასატარებელი. თან როგორ არის ჯარი რო ჩამოივლის შუაში, თავში მოაქვთ მოუძღვება ან მეფე ან თუ მკვდარი არის მეფე მისი იარაღი მოაქვთ, მერე ამალა მოყვება, მერე მხედრობა მოყვება და მერე მოდის ქვეითი ჯარი და მერე დაპირისპირებული მხარეები ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს და ფიცდებენ. მოაწყეს ეს განწმენდა. ჩაიარეს ყველაფერი, აქეთ დადგა ქვეითი ჯარი და მათი მეთაური კი ახლა კავალერიის მეთაურად დაინიშნა ისა რა ქვია ჰიპარქოსად მელიაგრე, მაგრამ კონფლიქტის დროს ქვეითების მხარეზე იყო, ამიტომ აქეთ ფალანგა დგას ქვეითი ჯარი მაკედონური და მელიაგრე უდგას სათავეში. მეორე მხარეს დაალაგდავინ აქ აზიატები არ მონაწილეობენ, აქ მარტო მაკედონია, არც ბერძნები არ მონა. მეორე მხარეს დაალაგდა კავალერია, მაგრამ კიდევ ვინ მოიყვანეს? სპილოები. ოჰო. 200 სპილო მოიყვანა პერდიკა. მხედრო კავალერიის ნაწილია, არასაცხენოსნო, მაგრამ თან ველზე არიან გაშლილი. ახლა ველზე გაშლილ ველზე მხედრობა და ამათმა ქვეითებმა რაღაცა შეამჩნიეს, რომ ესე ცუდად მოძრაობენ წა. რაღაცა არ გავს რო გაჩერება საპირე ლაგდებიან, საომრად შეტევისთვის ემზადებიან. სპილოები და კავალერია. ანუ პერდიკას მხარე რაღაცა საპირეს და საინტერესო რა არის ეს ფილიპე არიდეი, რომელიც ფაქტიურად მეფეთ ქვეითმა ჯარმა და მელიაგრემ აკურთხა, ამათ მხარეზე დგას. პერდიკას გვერდზე დგას. ეს ჭკუასუსტი. არიდეოსი. დავარქვათ ფილიპე მესამე უკვე. ხო და ეს არეულობა აი ამ ქვეითებს შეეშინდათ, რომ ახლა ესე ალყას დაგვარდღავენ და დაგვსრისავენ ამ სპილოებით რა. ხო და ეს ამბავი, ეს გაურკვეველი სიტუაცია და ეს პერდიკა და ეს ფილიპე არიდეოსი გარკვეული პატარა რაზმით გამოეყო ამ თავისი და მოვიდა ფალანგასთან ქვეითებთან მოვიდნენ და მეფის სახელით პერდიკა ქვეითებს თხოვს, რომ სასახლეში რო შემოვარდითო მაშინო. ვინც იყო ამრევები გადმოგვეცითო.
ქვეითი ჯარი ბოდიში მომითხოვია და ყველაფერი ვერქნეს და 30 კაცი გადასცეს. და იქვე მათ თვალწინ სპილოებს დაასრესია ის 30 კაცი. პერდიკა. ახლა მელეაგრე იყო იქ, მელეაგრეს ხელი არ მოკიდეს. მაგრამ ნუ ახლა ყველა ხვდება რომ მელეაგრეს დღეები დათვლილი არის. და ხდება ასეთი ამბავი, მერე ყვებიან ამ ამბავს, ოღონდ ქრონოლოგია ცოტა გაურკვეველი არის რა. რომ თითქოს და სახში იყო ცოტა ხანს თავის სასახლეში მელეაგრე და მერე ისეთი შიშები დაემართა, რომ ტაძარში გაიქცა თავშესაფრისთვის. მერე ხდება ასეთი ამბავი, თითქოს და თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფილიპე არიდეოსი მეფე პერდიკას ეუბნება, რომ აი მელეაგრე რო აგიჯანყდა შენ და ამბავი, მაშინ მე მთხოვდა რომ იმეცა უფლება რომ შენ მოეკალე. ხო და ამან გააგზავნა მკვლელები ტაძარში და ტაძარში მოკლეს ეს. ტაძარში ხელშეუხებელი მელეაგრე დააკლეს იქ რა. ანუ ყველა ხაზის გადაკვეთა დაიწყო ესე. ხო, ანუ ორთავიანობა მოისპო. ხო, მაგრამ ამავე დროს ახლა პერდიკას გაათვლა ნახე როგორ რაღაცა ბიჭო. ასე ყველა სარდალმა თავის თუ გაუბერა აქ. ეგ მესმის და სწორიც არის, მაგრამ მეორეს მხრივ თავად ბერძნულ-მაკედონელური ეთიკის ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა დაიწყო ესე გამოდის. ფიცის დასადებად შეიკრიბნენ და იქ ძალა იხმარეს და იცი როგორ არის ლეგიტიმაცია მკვლელობის რატომ მიიღო? ნუ იმიტომ რომ დაარღვია ეს შეთანხმება საერთოდ. არა, ამ ფილიპემ უთხრა მეფემ რომ შემოკლას აპირებდაო მაგია. ტაძარში რო შეეგზავნა მკვლელთა ჯგუფი? და იქ მოკლეს. ხო და ტაძარში ხო შეიძლება? ისე ვიმეორ ჩვენ ვისთანა გვაქვს საქმე. ლამის კაცი ჭამიებთან. ამათ პირუტყულ ენერგიას ისე ვიმეორებ ახ ვიღაცები კომენტარებში წერენ აი ალექსანდრე მაინც ტირანი იყო ხალხო მოგენატრებათ ალექსანდრე აკავებდა ამათ და ადამიანებად უნდა და ექცია აი ნახავთ თქვენ ახლა ამ დიადოხოსების ეპოქას რო გავივლეთ არ ვაჭარბებ ღამე შეიძლება არ დაგეძინოთ ისეთ ამბებს მოგიყვებთ ისეთ რაღაცეებს იზამე ამ შემადგენლობიდან ახლა მე იმპერიის გაყოფაზე ამ შემადგენლობიდან თავის სიკვდილით ერთი კაცი მოკდება ყველა მოკვდება ყველა ან ომში ან მოკლავენ ან დაახჭობენ ან დაწვავენ ან ხანჯალს დაარტყამენ ზურგიდან ან ოჯახიდან მოწყვიტავენ ოჯახიანად ერთადერთი კაცი ტოლემე ეგვიპტეს ვინც წაიღებს ახლა მოგალავართ გაყოფაზე უკვე ხო ერთი სიტყვით პერდიკაა რა მართველი მაგრამ ამ პერიოდში ხდება თუ ცოტა მოგვიანებით ხდება არ ვიცით ზუსტად როდის აჩენს ბავშვს როქსანა ნუ მეცნიერები შეთანხმებულები ვართ რომ არა უგვიანეს სექტემბრის თვისა ალექსანდრე ივნისში მოკვდა ხო გახსოვს ახლა 6 თვეს ვარაუდობთ სექტემბერზე უფრო გვიან არ ჩდება ეს ბავშვი შეიძლება უფრო ადრეც არის ზაფხულში ერთდაბადეულა როქსანა აჩენს ბავშვს ბიჭს აჩენს რომელსაც არქმევენ ალექსანდრე მეოთხე მამის სახელი დაარქვეს და თუმცა ეს ორი მეფე რჩება მეფეთ რა ანუ ამის მერე ყველა დოკუმენტაცია რაც გამოდის და ხელსაწერს პერდიკა მეფეების სახელით მაგრამ გასაგები ახლა ის ბავშვი რო წამოიზრდება ნუ ახლა მე ის იქნა ეს არიდეოსზე არ არის დიდი გართულება იმიტომ რომ ნუ ჭკუა სუსტია და ახლა ხიფათებს და იმას ვერ ხედავენ და აი პერდიკას ეს არის რა ქვია მარიონეტი გიორგი ეს ფილიპე არიდეოს როქსანა აჩენს ბავშვს მაგრამ ნახე რა შვება როქსანა პერსეპოლისში აგზავნის ხალხს რომლებიც ალექსანდრეს ცოლების შესახებ ჩვენ ვიცით რომ როქსანა ცოლი პირველი ცოლი მერე იყო სტატირა რომელიც სუზაში
იქორწინა. არის კიდე ასეთი ვერსია, თუმცა ყველა არ ამბობს ამას, რომ მესამე ცოლიც აღავს პარისატიდა. ეს ვისი ქალი? ეს არის გახსოვთ პირქუში მეფე რო იყო არტაქსერქსე მესამე ოხოს ფინიკია რო დააწიოკა და ეგვიპტე და ეს აი იმის ქალიშვილია და ყველა არ გვეუბნება ამას, მაგრამ რამოდენიმე ადგილზე არის რომ სუზის ქორწილში გარდა სტატირას ეს პარისატიდაც მოიყვანა, ორი ცოლი მოიყვანა, ერთი დარიოსის ქალიშვილი და მეორე არტაქსერქსე ოხოსის ქალიშვილი პარისატიდა. როქსანა აგზავნეს ამათ უგზავნეს წერილს, რომ ჩამოდით სუზაში არ დარიოსის ოჯახი, ალექსანდრე როგორც ჩანს გარიდებული ყავს, ბაბილონში არ ყავს. სიზიგამბისმა იქ მოიკლა თავი შიმშილით. დარიოსის დედა, ისე როგორ რამე არა. ტრის დედა მიგლოვა. ხო, როგორი კაცი იყო, ახლა კიდე დათვალეთ ალექსანდრე როგორი კაცი იყო. და როქსანა უგზავნის ამათ დებ იმას სპარსელებს, რომ ჩამოდით და ერთად ვიგლოვოთ ჩვენი ქმარი ბაბილონში. გარდა ამისა, მას ჩამოყავს ჰეფესტიონი ხო მოკვდა. ჰეფესტიონმა ხო იქორწინა დარიოსის მეორე ქალიშვილზე, ორი სახელითაა ცნობილი, ან ბარსინა ქვია, ან დრიპეტიდა. ჰეფესტიონის ქვრივით ჩამოიყვანა. ხოლო ეს სამი ქალი დაუშვათ რომ სამნი არიან, იმიტომ რომ ეს პარისატიდა იყო, არ იყო და სადავა, მაგრამ დაუშვათ რომ სამი ქალი, ანუ ორი ალექსანდრეს ცოლი, სტატირა და პარისატიდა და ჰეფესტიონის ქვრივი დრიპეტიდა. ქვრივები შეგრება. ქვრივები ჩამოიყვანა ბაბილონში და დახოცა როქსანა. ჩვენმა ძვირფასმა როქსანა. არის გამოთქმული, აი მაგალითად ვის აქვს, აღარ მახსოვს, ერთ-ერთი გერმანელი ისტორიკოსი. იმას არ აქვს დროიზეს. რომ ამ ორიდან ან პარისატიდა, ან რა ქვია, სტატირა შეიძლება ფეხბურთელად არის ალექსანდრესგან. და როცა იყვნენ ეს ისეთი იყო, რომ დახოცა ეს. ძვირფასო მეგობრებო, აქემენდევის ოჯახი ამოწყდა. რაღაც ქალიშვილი მე ისიც აღარ აჩანს. ალექსანდრე ბროიშვილა, დარიოსის შვილი, ოხოსიც აღარ როგორც ჩანს მოკლეს. დიადოხოსი. ვასე გადაეგო აქემენდევის უბრწყინვალეს დინასტია. როქსანა დახოცა ალექსანდრეს ცოლებს და ჰეფესტიონის ქვრივიც მიაღოლაზეთ. ალექსანდრეს მიერ გადარჩენილი ოჯახი ამოწყვეტა როქსანამ. როქსანამ და ის ბიჭი როგორც ჩანს დიათხოვე მაგრამ ერთი გამოაკლია და საერთოდ აღარ აჩენს მე ეს. როქსანა რომელიც თავად სპარსია. ირანელი ან ირანელი. სორი. ირანელი შეგვიძლია დავუწყოთ. კარგი, ახალი მოცემულობა უფლისწული დაიბადა. რაღაცებს შეიცვალა. ორი მეფე ყავთ. ხო, მე მკვიდრად ფიზიკურად გაჩნდა. ხო, გაჩნდა. ანუ თან ახლა როგორი ამბავია, ამ ალექსანდრეს მხარდაჭერა აქვს როგორც ელიტის, აი ქვეითების მხარდაჭერა აქვს ფილიპე არიდეოს. მაგრამ ამას ალექსანდრეს უკვე უფლისწულს ახალშობილს მხარს უჭერს ელიტა, მხედრობა, რაც თავარი აზიელების პრინცია, მთელი აზია მისი მომხრეა. იმიტომ რომ აზიელმა ქალმა გააჩინა. ირანელმა ქალმა როქსანა არის უპირობო დედოფალი. ბოდიში მომითხოვე, აღარს კონკურენტი ყავს, დააწყვიტა ყველა. აღარ მინდა გაუსრო თორე ის ჰერაკლესაც ცუდი დღეელის და ბარსინასაც სულ ყველას გიორგის აშინელებები მოხდება, აშინელებები. აში აი ამდენი ხანი ეს ვიცი და ის აი ხანდახან მარტო რო ვარ ხო რებს შეგოდნენ, რებს იკადრებენ ეს დიადოხოსები.
და მათი ცოლები, მათი ქალები საშინელებებს ჭადიან. არა მარტო ესენი. მგლის ხროვა. აიშვეს. მაკედონელებმა აიშვეს. ალექსანდრე დაემუქრა, აგერ გადაგივლით, აგერ ვიომოთ და ამბები და არ დაგინდობთ არც ეცნე ოფისის ველზე და მაშინ რომ გატყდნენ და მოიკაკვენ. ახლა აიშვეს მაკედონელებმა. დამშლელი არ აღავთ არავინ. რქები ისევ ამოვიდათ. ამოვიდათ რქები, ხო. ახლა ახალი გადანაწილება უკვე და პირველ შეთანხმებაზე მაშინ ხო გვახსოვს რომ სატრაპები დატოვეს ახლა ერთი რამეზე უნდა ვილაპარაკოთ ძვირფას მეგობრებო საერთოდ მაკედონური სამხედრო ელიტა რას წარმოადგენს. ეს არის ყველაზე აგრესიული და ყველაზე დაუმორჩილებელი კასტა. ჯერ კიდევ ფილიპედან მოყოლებული ჩვენ როცა მაკედონიის დაბადებაზე საუბრობთ გვახსოვს ხო როგორ სისხლიანი ისტორია ქონდა ფილიპემდე მაკედონიას. შიდა ისტორია. თმაინც ხოცავდნენ მეფეებს კლავდნენ შვეძმებს წყვეტდნენ ამოჟლეტდნენ ერთი ძმა დაანჩენებს დახოცავდა არც ქალს ინდობდნენ არც ბავშვს არავის და ეს მაკედონური არისტოკრატია სამხედრო ღირსებებით ახსავს მაგარი მეომრები არიან მაგარი ოფიცრები არიან მაგრამ დაუნდობელი ხალხია ეს ფილიპე და ალექსანდრე ძლივს იმორჩილებდა ამათ ძალიან ძნელად ხოთაშორის ქართულ ფეოდალურ სისტემაზე რომ არა დავითი რა ვინ მოარჯულებდა იმგეს დავით აღმაშენებელი დაჭირდა იმათ მორჯულებას ეს ხოთაშორის ევროპაშიც ასე იყო ფრანგ მეფეებს სისხლი გაუშრეს ბურგუნდიელმა ჰერცოგებმა და რა ვიცი გრაფები და უბედურება იგივე ესპანეთი იგივე იტალია იგივე გერმანია ფეოდალიზმს ეს ახლავს და მაკედონია ტიპიური ფეოდალური სახელმწიფო იყო ტიპიური. ახლა ეს არისტოკრატია, ხო ეს სარდლები, ეს მცველები, ამბები, კი პერდიკა პირველი. მაგრამ ბიჭო ეს პერდიკა ძალიან ხო არ გაგულავდა რა. აგერ მელეაგრეს რაც უქნა. და მისი მომხრევი რო სპილოებს დაასრესია იქა და ის ტაძარში და რა ვერ იყო ჩვენც არ გვიქნას ეს. ამიტომ სალამდე მელეაგრეს ხიფათი იყო და ქვეითი ჯარის ხიფათი იყო, კი უდგნენ ესენი გვერდში, მაგრამ ახლა ეს დანაც მეტანს ნუიზავს და მეფეების სახელით ლაპარაკობს და ამბები და ისენი და ესენი ხო. ახლა პერდიკა არის ერთგული ერთიანი სამეფოს, მაგრამ პერდიკამაც იცის რომ ამ არისტოკრატიის და ამ სარდლების გაჩერება ბაბილონში ასე ერთად თავმოყრილად არ შეიძლება ესე უნდა დააცალკევოს. თორე ერთჩვენიერ ღამეს მე რომ დავიძინებ არ შემომივარდნენ საძოვრში და არ მიმაკლან იქვე. უნდა დააცალკევოს და საქმე გაუჩინოს სხვა. და თან პრიზები უნდა მიიღონ ამათმა ესე მჟიერი მგლები არიან. ნადავლი არის მთელი აზია. გაყოფა უნდათ უკვე. პერდიკა იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამათ პროვინციები უნდა დაურიგო. და დავლენ თავთავიან პროვინციებში და რაღაც დავაცალკევენ. გასაგებია, ახლა ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ პერდიკა შეეცდებოდა, რომ ეს სამხედრო არისტოკრატია დაეშალა ფიზიკურად. მოუკლით ვერავინ, ახლა მელეაგრე ჭყალებს მოსაკლავია. ხო, ლეგიტიმური საფუძველი. მელეაგრეს სიკვდილი დაანჩენებსაც უნდოდათ, იმიტომ რომ მელეაგრემ პრობლემა შექმნა, ქვეითი ჯარი ააჯანყა ფაქტიურად. ხო. ამიტომ მიიღეს ახალი დადგენილება, მიიღეს ახალი გადანაწილება წავიდა. ახლა როგორ არის? თვითონ პერდიკა ცხადდება მეფეთა რეგენტად და იღებს ქილიარქოსის წოდებას, ანუ ამალის მეთაურის წოდებას იღებს. ამ მეორე კაცია სამეფოში, ამ ორი მეფის, პატარა უფლისწული და სულელი არიდეუსი. ერი არის ბეჭედი ამას აქვს და რაც თავარი არის ჯარების სარდალი, თავარსარდლად გამოცხადდა. ხო, ქილიარქოსის პოსტი მან დაუთმო სელევკოს. თვითონ არის ჯარების სარდალი და რეგენტი არის, ამიტომ მანამდე ხო ქილიარქოსად გამოცხადდა.
ამიტომ კილიარქოსად დაუთმო პოსტი სელევკოს. ახლა ეს სელევკოსი ვინა ერთ-ერთი მცველია, ძალიან საინტერესო ტიპია. ახალგაზრდა 30 წლის არის, ალექსანდრის ძველი მეგობარია, ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი. არის კეთილი ამ რამდენად შეიძლება ამ კაცჭამიებში კეთილი იყოს, კეთილშობილი არის. ძალიან და არის ჭკვიანი. თავისი ადგილი იცის. ჯერ პროვინციას ვერ იღებს. მაგრამ ამალის მეთაური ხდება. აქამდე ის იყო ქვეითი გვარდიის, ანუ არგირასპიდების, ანუ ჰიპასპისტების ქვეითი გვარდიის სარდალი იყო და როცა გადავიდა კილიარქოსად, ხო? ამალის მეთაურად. ან პერდიკას მერე ეს არის, მაგრამ პროვინცია არ აქვს. არ შეხვდა პროვინცია. ის გამონთავისუფლებული ადგილი ქვეითი გვარდიის სარდლობა გადაეცა კასანდრეს. ახლა ვინაა კასანდრე? მეგობრ ვილაპარაკეთ. კასანდრე არის ანტიპატროსის შვილი. ანტიპატრეს შვილი. რომელიც ალექსანდრეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოაგზავნა მამამისმა. ბერძნების აჩივლელი, ბერძნები რო ჩიოდნენ თრაკიელები იმაზე ანტიპატრეზე. კასანდრეს მიცა ქვეითი გვარდიის სარდლობა. ამითი პატივისა ანტიპატრე ჭირდება ევროპაში. ანტიპატრესთან მოკავშირეობა ძალიან მნიშვნელოვანია პერდიკასთვის, ამიტომ კასანდრე გახდა ისა რა ქვია არგირასპიდების ქვეითი გვარდიის სარდალი. დიდი თანამდებობა ეს სამხედრო პოსტია და დიდი თანამდებობა არმიაში დიდი გავლენა. ახლა როგორ ყოფს სამეფოს? ურიგებს ახლა ამ სარდლებს და მწველებს. დავიწყოთ ძვირფასო აი ეს არის როცა მოკვდა ალექსანდრე, ეს ამ ტერიტორია იყო მისი სამეფო. ისევ ვიმეორებ, ეს არის ევროპული ნაწილი, ეს არის აზიური ნაწილი და ეს არის აფრიკული ნაწილი. დავიწყოთ. პირველი, ეგვიპტე. ყველაზე მდიდარი პროვინცია. ყველაზე მდიდარი. დარიოსმა რო დააყო 20 სატრაპიად, ყველაზე მეტ გადასახად 700 ტალანტს იხდიდა ეგვიპტე. ეგვიპტე იყო ყველაზე მდიდარი პროვინცია. ბაბილონზეც უფრო მდიდარი იყო. ეგვიპტე მოითხოვა პტოლემემ. ახლა რა არის? ეს სისხლიანი თვალებით ეს სარდლები ყველაფერს ცდილობენ რომ საკვანძო პროვინციები ჩაიგდონ ხელში. საკვანძო რა არის? გეოგრაფია ხელს უნდა იწყობდეს, გზები უნდა გადიოდეს, ცენტრში უნდა იყო, საიმედო უნდა იყოს, ისა რა ქვია, ადვილად სამართავი. ხო, ადვილად სამართავი და რამე რო იყოს იქვე. ყველაზე ჭკვიანი ამ გენში, ამ დიადოხო დავარქვათ უკვე ალექსანდრეს მემკვიდრეებს ქვიათ დიადოხოსების ეპოქაში შევდივართ ხალხო. ხანგრძლივ 40 წლიან ომში შევდივართ. სისხლიანი საკაცობრიობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპოქა არის. ეგვიპტე მოითხოვა პტოლემემ. რატო იმდო ყველა ჭკვიანია? ამათში ყველას უნდოდა რომ პირველი გამხდარიყო. ახლა რო ჩამოვთვლი. მარტო ეს იყო პტოლემე, რომელსაც არ ქონდა პრეტენზია, რომ ალექსანდრეს თლიანი სამეფო მის ყოფილიყო. მან ძალიან მშვიდად, წყნარად პერდიკას უთხრა, რომ მომეცი ეგვიპტე. ახლა ეგვიპტე როგორია? უმდიდრესი. პური, ოქრო, ვერცხლი, სპილოზვალი ეთიოპიიდან, პორტები, ხმელთაშუა ზღვა, წითელი ზღვა, მეწამული ზღვა, ალექსანდრია მისია. პური საჭმელია მის ხელში. ეგვიპტე აწარმოებს ყველაზე მეტ პურს. ახლაზე მერეც რომის იმპერიას კვებავდა ეგვიპტე. ხალხი მორჩილი, სამხედრო არისტოკრატია არ არსებობს, იმიტომ რომ სპარსელებმა მოწყვიტეს თავის დროზე. არსებობს მარტო ქურუმთა კასტა, რომელსაც თუ კარგად მოექცევი, ღმერთათაც გამოგაცხადებენ, კაცო, რა პრობლემაა? თავარია ტაძრებს არ შეეხო. და იზოლირებული ერთი შესასვლელი აქვს პელუსიუმიდან. დასავლეთიდან უდაბნო,
სამხრეთიდან ნილოსის ჭოროხები, აღმოსავლეთიდან უდაბნო, ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვა, იზოლირებული მდიდარი უმდიდრესი პროვინცია ეგვიპტე. ახლა ვისაც ჩამოგითვლეთ, ყველა დაიღუპება, მარტო ეს მოკვდება თავისი სიკვდილით და ეს შექმნეს 300 წლოვან იმპერიას, ლაგიდების იმპერიას და ბოლო მისი წარმომადგენელი, მისი შთამომავალი 300 წლის თავზე იქნება სახელგანთქმული დედოფალი კლეოპატრა. კლეოპატრაზე დამთავრდება და მერე ყოვლის მყლაპველი რომი გადაყლაპავს ყველაფერს ამას რა. ისე მოინელებს, რომ კუჭიც არ აეშლება რომს. არა ეს მერე. კიდევ ერთხელ ტოლერა შევამჩნიოთ, რომ კლეოპატრა დღეს ბევრს ეგვიპტელი გონია. არა, ნუ ახლა ეგვიპტეში იყო დაბადებული, მაგრამ გრამის სისხლი არ ქონდა ეგვიპტური. გრამი სისხლი არ ქონდა ეგვიპტური. იმიტომ რომ ლაგიდების დინასტია ძველ ეგვიპტურ წესს მისდევდა და ინცესტური დინასტიური ქორწინებები ჰქონდათ ძველი ეგვიპტელებიდან ეგად მოიღეს რა. ტოლემე არის ძვირფასო მეგობრებო ეგვიპტე. ახლა მოყვებით სირია, ლაომედონტე, ფინიკია ცალკე არ დარჩენილი. გეტყვით რატო? სირია, ლაომედონტე, ეს არის ძველი ჰეტერი ალექსანდრესი, ისოსის ბრძოლის მერე ტყვეები ამას ჩააბარა. ძალიან კარგი ადმინისტრატორია და რაც თორია სირიული ენა იცის. ამიტომ ლაომედონტე არის სირია. კილიკია საკვანძო პროვინცია ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ კილიკია მთებით იყო გარშემორტყმული, ახსოვთ თქვენ რომ ვილაპარაკეთ და კილიკია არის საკვანძო. გზა არის აზიაში, ზემო პროვინციებში და ასევე მცირე აზიაში. ამიტომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის. ახლა აქ ვინ არის? აქ ალექსანდრემ სიკვდილამდე ადრე დანიშნა თავის ერთ-ერთი მცველი ბალაკროსი, მაგრამ ალექსანდრეს სიკვდილამდე თუ ალექსანდრეს სიკვდილის მერე მალევე ის დაიღუპა ისავრიელებთან, თიელტომებთან ერთ-ერთ შეტაკებაში მყარია რა. ამიტომ მის ადგილზე სვამენ ფილოტას აძლევენ ამ პროვინციას. პერდიკა აძლევს ფილოტას და როგორც ჩანს ამას ვარაუდობენ, რომ ის მეშვიდე მცველი არის ფილოტა. ჩვენ ხო 6 ჩამოვთვალეთ. მერე აი ეს არის პამფილია და ლიკია, ეს სამხრეთი ნაწილი, თანამედროვე თურქეთის სანაპიროს. ეს წესით გადასცეს ნეარქოს ადმირალს, ვინც ინდოეთიდან ფლოტი ჩამოიყვანა. ამიტომ კილიკიის დასავლეთით არის პამფილია, პისიდია და ლიკია, ეს სანაპირო თანამედროვე თურქეთის ძვირფასო მეგობრებო, ეს გადაეცა ნეარქოს, მაგრამ რახან ნეარქოსი დარჩა სამეფო ფლოტის სარდლად და ფლოტი განლაგებულია ფინიკიურ ქალაქებში. და ფინიკიას აქვს არ მიაკუთვნეს არცეთს და მე ეს ომის შედეგი, ომის მიზეზი გახდება, არცეთს არ მიაკუთვნეს, ფინიკია დარჩა როგორც ფლოტის ბაზა. ნეარქოსი ნომინალურად იყო და მე ეს სინამდვილეში გადაეცა სამართავად, აი გადმოვედით, ახლა ეს არის დიდი ფრიგია. საერთოდ ფრიგია იყო ორი, ერთი იყო დიდი ფრიგია, ზუსტად ხაზავ ხალხ და იყო ჰელესპონტის ფრიგია ეს. ამ დიდი ფრიგიის სატრაპად ჯერ კიდე ალექსანდრე როცა გადმოვიდა აზიაში, მან დანიშნა ანტიგონე, დაიმახსოვრეთ ეს ანტიგონე. ახლა ძალიან მნიშვნელოვან ფიგურებს გეტყვით, ვინც უნდა დავიმახსოვრეთ, ბევრი მალე გაქრება და ბევრი კიდე დინასტიებს დაარსებენ. ხო, დინასტიებს სამეფოებს დაარსებენ. ანტიგონე, დიდი ფრიგიის სატრაპად ალექსანდრემ რო დატოვა, ეს ჩარჩენილი 10 წელია მართავს ამას. ამ ფესვები გადმული აქვს და რახან ნეარქოს ვერ ახერხებს პისიდიის, პამფილიის და ლიკიის მართვას, ამიტომ ამას დაევალო რომ შენ მართი. ანუ ნახეთ რამხელა წილი შეხვდა ანტიგონეს. თითქმის მთელი მცირე აზია. ხო, თითქმის ცენტრალური თურქეთი რა. ხო, ანტიგონეს შეხვდა. ახლა ერთ საინტერესო ამბავი ხდება.
ისევ ევმენ კარდიელი არის ბერძენი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა მელიაგრესა და პერდიკას შერიგებაში, ხო გახსოვთ ბერძენი, დივანი ალექსანდრე ჭკვიანი, ეშმაკი. ევმენ კარდიელს, რატომღაც ამ არა მაკედონელს, ბერძენს გადასცეს აფლაგონია და კაბადოკია. მაგრამ კაბადოკია მთლიანად დაპყრობილი არ არის. კაბადოკიაში არის ძველი სატრაპი, სპარსელი სატრაპი არიარატე გამაგრებული და არ ემორჩილება ამათ. და კიდევ გადასცეს პონტოს ქვეყნები, როგორც ჩანს ჩვენც იქ შევდიოთ მის გავლენაში, მაგრამ ამ ევმენს ერთი პრობლემა აქვს. კი გადასცეს ამას ეს დასაპყრობია. არიარარტე ზის. არიარარტე ჯარი ყავს 30,000 ქვეთით 15,000 მხედარი. კაბადოკია საერთოდ არის, ახლა ძველი ქვეყანა არის და ამიტომ კარგი ცხენების ქვეყანა, ასე ითარგმნება, კარგი ლამაზი ცხენების ქვეყანა, ძველი სპარსული. კაბადოკია. კი. სპარსული სახელწოდება თავისი. ჰასპარი, ესა ცხენი, ძველი სპარსული. ჰასპადუია. მაგრამ არის მეორე ვერსია, რომ თითქოს და ეს არის ძველი ლუვიური კატპატუკა, რაც ნიშნავს ქვედა ქვეყანას. მაგრამ ეს არის ცხენები, საუკეთესო ცხენები ჯიში ყავთ. როგორც აი მიდიელებს, ნისეის ველი გახსოვთ? კაბადოკიელებს ყავთ ფანტასტიკური კავალერია. მაგრამ დასაპყრობია. და მას ევალეო პონტოს ქვეყნები, ალბათ ბერძენი, იმიტომ დანიშნეს, რომ აქ სულ ბერძნული კოლონიებია. ახლა აქ გიჟი გადარეული მაკედონელი ამ ბერძნებთან ვერ დაამყარებდა, ახლა სინოპი არის, ეს არის, ხო, ტრაპეზუნია, აბა ეს ძალიან ბერძნული მხარეა. სანაპიროები, ამიტომ როგორ ჩანს ამის გამო მიცეს, მაგრამ ეს დასაპყრობია და ამ ანტიგონე ცალთვალას დიდი ფრიგიის მმართველს დაავალეს, რომ ევმენს უნდა მიეხმაროს კაბადოკიის და პონტოს ქვეყნის დაპყრობაში. დავალება აქვს ამ ანტიგონე ცალთვალას. ახლა ცალთვალა რატო ქვია ამას? იმიტომ რომ ისევ ეს იყო ფილიპეს თანამებრძოლი იყო და ერთ-ერთი ლაშქრობის დროს და მოთხარეს, რომ მე მგონი ტრიბალებთან ბრძოლაში დაკარგა თვალე. ხო. მეორნაირად ციკლოპსაც ეძახიან, ანტიგონე ციკლოპი. დავიმახსოვროთ, ეს არის საკვანძო ფიგურა, ანტიგონე ცალთვალა. ციკლოპი, ხანდახან ციკლოპს დაუძახებ რა. ეს არის დიდი ფრიგია და რახან ნეარქოსი ვერ ქაჩავს, ამიტომ ეს პისიდიაც, პამფილიაც და ლიკიაც მისი არის. კარიაში მოკვდა, გახსოვთ თქვენ, ადა ალინდელი. გახსოვს ალექსანდრეს რო ეძლეოდა კარიის მეფის პიქსოდარის ქალიშვილი ადა. იმისი მამიდაა ეს. პიქსოდარეს და გახსოვთ ალექსანდრე რო შევიდა კარიაში და ჰალიკარნასი იყო ამის დედაქალაქი. ადამ თავის მემკვიდრედ ამ ბებერმა მოხუცმა, ხцовარმა დედოფალმა გამოაცხადა ალექსანდრე და ახან ადამ მოკვდა, ეს უკვე სამეფო დომენია. აქ დანიშნეს სატრაპად ასანდრე. აი ეს არის კარი. ეს არის ლიდია. ლიდიის სატრაპად დანიშნეს მენანდრე. და ეს არის ჰელესპონტის ფრიგია. ფრიგია ვიმეორებ, იყო ორი. დიდი ფრიგია, სადაც ანტიგონე ციკლოპიზის და არის ჰელესპონტის ფრიგია, რომელსაც აქვს ისეთივე სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც კილიკიას, იმიტომ ჰელესპონტით გადადიხარ ევროპაში. აქ სატრაპად თავისივე სურვილით წამოვიდა ლეონატე. გახსოვთ, პირველ დათვლით აზია უნდა ემართათ პერდიკას და ლეონატეს. ლეონატემ პერდიკას თხოვა, რომ გამიშვიდა ფრიგიაში ვიქნებენ და აი სტრატეგიული მნიშვნელობის პროვინცია ჰელესპონტის ფრიგია, ანუ მცირე ფრიგია, ასეც ეძახიან. ანიშნა ეს. ახლა რაც შეეხება ევროპას, ევროპაში ცოტა სხვანაირად მიდის საქმე. ჩვენ ვიცით, რომ აქ წესით უნდა იყოს ორი, ხო, ანტიპატრე და კრატეროს ჯერ არ არის კიდე ჩარსული. მაგრამ მიდის იმ თავისი 10,000
ვეტერანით, რომელიც ალექსანდრემ გაუშვა. ხო. რა შევა ხო პერდიკა ნახეთ შეხედეთ. აქ ხო შვილი კასანდრე დაუნიშნა გვარდიის, ქვეით გვარდიის სარდლად. ანტიპატრეს, მაგრამ ახლა ახალ გადანაწილებაში ეს არის თრაკია, თანამედროვე ბულგარეთი ხალხი. რომელსაც აქამდე ანტიპატრე აკონტროლებდა. ანტიპატრეს ჩამოართვა ეს თრაკიის მმართველობა და გადასცა ლისიმაქეს ერთ-ერთ მცველს. ეს ლისიმაქეც ის არის, რა ქვია, ფილიპეს მცველი იყო თავის დროზე. გამოირჩევა წარმოუდგენელი ძალით, ამბობენ რომ ლომი ყავს მოგლული. ლომის მკვლელსაც ეძახიან ლისიმაქეს. ლისიმაქეს გადასცა თრაკია, ანუ თრაკია პერდიკამ წაართვა ანტიპატრეს რა. მიზეზი რა არის, რომ სკვითები შემოწურის ეშინია და თრაკიაში უკვე ამ ალექსანდრეს სიკვდილმა გამოიწვია, რომ იქ ოდრისებმა და იმგერმა უკვე დაიწყეს თავისი ამბები. ამიტომ თრაკიას ცალკე მართველი ჭირდება და დუნაი დაცული უნდა იყოს. ამიტომ თრაკია ცალკე გამოყო და მიცეს ლისიმაქეს, აი ეს ლისიმაქეც დაიმახსოვრეთ ხალხო. აი ეს არის მის. ხოლო რაც შეეხება მაკედონიას, ეპირს, თესალიას და საბერძნეთს, ეს გადასცეს ანტიპატრეს და კრატეროს, თუმცა არ ვიცით როგორ გაყვეს მათ შორის უფლებამოვალეობა. არ არის გამორიცხული, რომ კრატეროს და ანტიპატრეს თვითონ პერდიკამ ურჩია, რომ თქვენ თვითონ გაიყავით ხელისუფლება და ფუნქცია. მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ანტიპატრე არის თავარი ევროპაში. ახლა რაც შეეხება აზიას, გვაქვს ცნობა, რომ ზემო პროვინციებში ვინც იყო ის დატოვეს. ძველი სატრაპი. ალექსანდრეს მიერ დანიშნა. რაც შეეხება ხო სპარსეთს, სპარსეთში არის, აი ეს სპარსეთი, ესა პევკესტა. მიდია გაყვეს ორად. დასავლეთ მიდიაში არის თვითონ პერდიკას სიმამრე ატროპატი. ხოლო ეკბატანათი აღმოსავლეთ მიდია გადასცეს პითონს, ერთ-ერთ მცველს. რა გაისახელი აქვს პითონი? სხვათა შორის იქ რო ამბობდი კაბადოკიის ჩრდილოეთით პონტოს მხარეს და არიარატე და არარატე იგი ანუ მთის სახელთან რამე კავშირი აქვს? ის მთაც და ის ურარტუც და არარატი და რრტ ეს არის ბუძე. ხო და ის არარატის მთაც და ურარტუც საერთოდ მე ხო თქვი რომ ძველ ენებში იწერებოდა თანხმოვნები. ხო და ეს ხმოვნები მერეა ჩართული. რ ეს არის შეიძლება იყოს არიარატე, ურარტუ და არარატი. თავარია თანხმოვანი. ხო. ამიტომ ეს არიარატე ბერძნული ის არის ვარიაცია, ხო. ის არიარატე მწოვანია, ესეთი ღირსეული კაცია, მაგრამ უნდა დაამარცხონ ეს დასაპყრობი აქვს იმენს ისე მაგარი რამე შეტანეს. დასაპყრობი ქვეყანა. ხო. სომხეთში დანიშნეს ეს სომხეთის სატრაპი ნეოპტოლემე. ასე ერქვა სომხეთის სატრაპი. სომხეთის სატრაპი, არმენია. არმენია. ჩრდილოეთ მესოპოტამიაში, ანუ ძველი ასურეთი სადაც იყო არქელაოსი. სამხრეთი ანუ ბაბილონი, არქონტი ის არის. ხო, იმაში ჰირკანია, პართია და ტაპურია, ძველი ფრატაფერნი დატოვეს ის მაგარი კაცი იყო რა. ნუ აი ფაქტიურად მოუყევი გადავანაწილეს ფრატაფერნი, პითონი, ატროპატი, ნეოპტოლემე, არქელაოსი, არქონტი, ლაომედანტე, სირია, პტოლემე, ფილოტა, ნუ ეს მთლიანად არის ციკლოპი, ანტიგონე ციკლოპი, ეს ევმენე, ასანდრე, ლისიმაქე, ანტიპატრე.
ბიჯოს და მენანდრე ლიდია და ხო და ისა ჰელესპონტესისა ლეონატე ისე როგორ მახსოვს ბავშვებიდან მახსოვდა ესე ხო და ნუ აქეთ ნუ ძველებია დარჩენილი რა თუმცა სახელებს ზუსტად არ ვიცით მაგრამ სავარაუდოდ პაროპამისადევე მის სიმამრს უკავია ოქსიართი დანიშა არა გამორიცხული ბაქტერიას და სოგდიანათსაც ის აკონტროლებდა და იქ ინდოეთში ტაქსილე და პოროს მიდი მოვდივარ რა ხო აი ასე გაინაწილეს ძვირფასო მეგობრებო მაგრამ ეს ჯერ კიდევ ერთიანი იმპერია ასე ქვია მეფეებიც აყავს ერთი სულელია მეორე პატარა ძუძუთა მაგრამ მართავს პერდიკა რეგენტი არის პერდიკა ახლა ყველაფერი შეიძლება დააბრალო პერდიკას და ბევრი დასაბრალებელიც აქვს მაგრამ სამეფო შენარჩუნება რომ უნდა და ბოლომდე თავის წილი არ აქვს თვითონ არის ვინა ახლა ეს ხო დაარიგა ეს ყველაფერი თვითონ არის ჯარების სარდალი მეფეთა რეგენტი ბეჭედი მის ხელშია სამეფო ბეჭედი რაც თავარია ბრძანებებს იძლევა ეს და კიდე ერთი მთავარი საკითხია გადასაწყოთ ძვირფას მეგობრებო ალექსანდრეს გასვენების თემა მეფის დაკრძალვის თემა ხა კი დაამუმიავეს მისი სხეული ის მაგრამ ხო უნდა დაიკრძალოს არ უნდა დაიკრძალოს ეგეში უნდა ჩაიტანონ მაკედონიაში საძვალეში არგიადების საძვალეში და 2 წელი დაჭირდება ცერემონიალის შესრულებას ახლა მე მოგიყევით ხალხო იმპერია როგორ გადაინაწილეს დაცებლებმა მე მგონი ყველა მიხვდებით რომ ეს არის დენთის კასრი ერთი ასანთი უნდა და აფეთქდება ეს პირველი სისხლი კი სასახლეში კი დაიღვარა ეს მაგრამ ის ახლა აფერი არ იყო მე შერიგდნენ და შეთანხმდნენ თუმცა მე სპილოები დასრისა ემა პერდიკა მელიაგრეს მომხრევ მაგრამ ნუ ჯერ აი ასეა დაასაჩუქრა პერდიკამ და ესენი დაფანდა წაით თქვენს პროვინციებში ახლა ყველა რო წავიდა ყველა მოზომვა და მოზოგვა დაიწყო თავის ეს ჯარი კი სარდალი არის პერდიკა ჯარების მთავარსარდალი რეგენტი არის პერდიკას კატასტროფული შეცდომა იყო რომ ამ პროვინცია არ მიიზომა არაქნა ეს პრინციპში არც გამოვიდოდა ხა თან ყველას უფროსი ხარ და თან შენ კიდე ცალკე არც გამოვიდოდა ხო მაგრამ ძვირფას მეგობრებო მე მგონი თქვენ თვითონ გრძნობთ თუ რა ელის ალექსანდრეს მიერ დატოვებულ ამხელა იმპერიას ელის აფეთქება 40 წლიანი ომი იქნება დააჟლიტავენ ერთმანეთს და ისე ვიმეორებ თავის სიკვდილით მარტო პტოლემე მოკვდება ყველა ძალადობით მოკვდება ვინც კი ჩამოგისახელეთ აქ ყველა ძალადობით მოკვდება მაგრამ მაინც თავარი პერსონები მე მინდა გამოვყო ეს არის სელევკოსი რომელსაც ჯერ პროვინცია არ აქვს მაგრამ არის რა ქვია ამალის მეთაური პერდიკას მარჯვენა ხელი მაგრამ თავის პროვინცია არა სელევკოსი დავიმახსოვროთ ნუ პერდიკა რეგენტი არის პტოლემე ანტიგონე ციკლოპი ანტიპატრე და მერე ლისიმაქე აქ კიდე კარგად დავიმახსოვროთ ანტიპატრეს ძე კასანდრე რომელიც ჯერჯერობით არის ქვეით გვარდიის სარდალი აი ეს კასანდრე ამ გენში ყველაზე საშინელი აღმოჩნდა მეც აღარ გავუსწრებ მოვლენებს ასე რომ საკმაოდ რთული თემა იყო მაგრამ ნუ ახლა და შევდივართ ალექსანდრეს ეპოქა დასრულდა ძვირფასო მეგობრებო ავად თუ კარგად გავაცილეთ ალექსანდრე ახლა შევდივართ სისხლის ეპოქაში რასაც ქვია დიადოხოსების ეპოქა და დიადოხოსების ომი რომელიც 40 წელი გაგრძელდა ალექსანდრე კი გააცილე პოლიტიკურად, მაგრამ ფიზიკურად გასაცილებელი ყავს შემდეგ ლექციაში, ანუ ომის მიზეზი იცით რა აღმოჩნდება, დამავიწყდა. მისი ცხედრის ომის მიზეზი აღმოჩნდება ალექსანდრეს გასვენება.
აი ზუსტად ამის დაანონსება მინდოდა, რომ მომავალი ჩვენ შეხვედრის და ელექციის დროს იმასაც გავიგებთ, ჩააღწევს თუ არა მისი ცხედარი აგეში, ანუ სამემკვიდრეო მიწაზე. გამორიცხული. მადლობა უთხრათ გუბას სანიკიძეს, მადლობა თქვენ ჩვენთან ერთად ყოფნისთვის თითქმის 2 საათის განმავლობაში. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში და ახლა უკვე შევაბიჯეთ ალექსანდრე მაკედონელის შემდგომ, ანუ დიადოხების, დიადოხოსების შეგვიძლია დიადოხების, შეგვიძლია თქვა დიადოხოსების. ცოტა კი დაგვაშინა და შეგვაშინა გუბასმა, მაგრამ კიდე თავი შევიკავე. სისხლიანი შერკინებები. ეს თუ თავი შეკავება იყო, წარმომიდგენი იქით რა მოხდება. მადლობა, გემშვიდობებით, შეხვდებით ერთ კვირაში და სანამ გათიშავთ პირდაპირ ეთერს, მაინც გადაამოწმეთ, ხომ გაგვთ გამოწერილი ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს კონკრეტული გადაცემაც, მოგწერეთ თქვენი კომენტარები, გააზიარეთ თქვენთვის საინტერესო ნაწილები, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენი ჯგუფის მიერ მოკლე საინტერესო მონაკვეთებადაც იჭრება და თავსდება. ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.